და აგრეგაციული ახსნა არის ახსნა, რომელიც აი ამ სოციალურ ფენომენს ახსნის ინდივიდების, ცალკეული ადამიანების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების საფუძველზე. სიტყვა აგრეგაცია, ანუ კრებით ჯამს ნიშნავს, ხო? და ამ შემთხვევაში ჩვენ სოციალურ მოვლენებს, სოციალურ ვითარებებს ხსნით ცალკეული ადამიანების, ბევრი ადამიანის ინდივიდუალურად მიღებული გადაწყვეტილების ეფექტის სახით, ხო? თვითონ აგრეგაციულ ახსნაზე ხა ფილოსოფიაში ბევრი არის დაწერილი, რამდენად არის გამართლებული, რამდენად შეიძლება სოციალური მოვლენები დავაყენოთ ინდივიდთა ქმედებებზე, თუმცა ერთი მნიშვნელოვანი მიდგომა, როგორც წესი, სწორედაც არის ეს, რომ ხშირად სოციალური მეცნიერებათა ჩარჩო, თეორიული ჩარჩო ემყარება სწორედ აგრეგაციის სიულობის დაშვებას, რომ სოციალური მოვლენები არის ჯამური, კრებითი ეფექტები ინდივიდთა ქმედებებისა. ეს არის ის. რაციონალური არჩევანის თეორიით ახსნათ, სწორედ არის ასეთი აგრეგაციული ახსნა, იმიტომ რომ რაციონალური არჩევანის თეორია პირველ რიგში ხსნის ინდივიდების არჩევანს, ინდივიდთა მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, როგორც რაციონალურ არჩევანს და აი რაციონალურობაში მდგომარეობს, ამაზე უნდა ვილაპარაკოთ პირველ რიგში ჩვენ დღეს და ხოლო სოციალურ ფენომენად როგორ ითარგმნება ეს უკვე არის სწორედ ეს აგრეგაციულობა. აი სხვა მაგალითი რო გითხრათ, მაგალითად რაღაცა მოვლენა, თქვათ საცობში რო ყვებით ხოლმე ესეთ მაგალითს განიხილავენ, ინდივიდები იღებენ გადაწყვეტილებას რაღაცა ვითარებებში, რომ თქვათ თავიანთი პრიორიტეტებისა და ინფორმაციის მიხედვით რაღაც დროს გავიდნენ გარეთ, მათ თვითონ საერთოდ არ აქვთ სურვილი რომ საცობში გაატარონ ეს დრო, მაგრამ ზუსტად იმიტომ რომ მათი პრიორიტეტები ერთმანეთს ემთხვევა, ჯამში მათი ცნობიერად მიღებული არჩევანის გაუცნობიერებელი არაგანზრახული შედეგი არის ის სოციალური მოვლენა, რომელიც შეიძლება ვთქვათ ეს მარტივი მაგალითი ვთქვათ საცობების წარმოქმნა ქუჩებში, ხო? ეს იმედია ახსენეთ, ბევრი რო აღარ ვილაპარაკო, ეს აგრეგაციულობა რაში მდგომარეობს. ეხლა მე აგრეგაციულობაზე ბევრს არ ვილაპარაკებ, უფრო ვილაპარაკებ სწორედ აი ამ საფუძვლად მდებარე მექანიზმზე, რომელსაც იყენებენ, როდესაც ინდივიდის ქმედებას ხსნიან რაციონალური არჩევანის მოდელით. რაციონალური არჩევანის მოდელზე როცა ვილაპარაკებთ, ხა ბევრი არის, აქ ეს ფაქტურად რაციონალური არჩევანის თეორია ახლა არის საკმაოდ ფორმალური დარგი ეკონომიკის თეორიებში და მათემატიკის თეორიებშიც, მათემატიკაშიც უკვე სწავლობენ რაციონალური არჩევანის თეორიის სხვადასხვა პრობლემას, მაგრამ ფილოსოფოსებისთვისაც საინტერესოა ეს და რამდენიმე ძალიან საინტერესო ფილოსოფიური ასპექტი აქვს ამ თეორიას და მე ვეცდები რომ უფრო აი ფილოსოფიურ წინასწარ დაშვებებზე და ფილოსოფიურ ასპექტებზე ვილაპარაკო. ერთი უფრო ზოგადი ამბავი რაც არის რაციონალური არჩევანის თეორიაში არის ის, რომ ეს სხვა უფრო ზოგადად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის ინტენციონალური ახსნა. ინტენციონალურ ახსნებს უწოდებენ ახსნებს, როდესაც ჩვენ ადამიანის ქცევას ხსნით როგორც მის ქმედებას. ეს ფილოსოფიურად ძალიან მნიშვნელოვანი განსხვავებაა უბრალოდ ქცევასა და ქმედებას შორის. ახლა შეიძლება ტერმინებზე ვიკამათოთ და აი ქმედებას რაც უწოდებ მე ამ მნიშვნელობით ზოგჯერ სიტყვა ქცევასაც იყენებდნენ, მაგრამ ნუ ნებისმიერ შემთხვევაში ორი სხვადასხვა რაღაცა. აი ვთქვათ ავიღოთ, მე ავწიე ხელი. ხო? ჩემი ხელის აწევა შეიძლება აიხსნას სუფთა მიზეზშედეგობრივად იმაზე მითითებით, თუ იქ რა ნეირონებში რა განმოხტვები მოხდა, რაღაც სინაფსებით, რაღაც ამდენი ნევროლოგია არ ვიცი მართალი გითხრათ, როგორ გადაეცა ეს კუნთების რაღაცა და მყესების რაღაცა შევიწროვება თუ გაფართოება გამოიწვია და შედეგად გამოიწვია ეს ფიზიკური მოძრაობა, ჩემი ხელის აწევა. ეს არის ერთი ახსნა, რომელიც ჩემი ხელის აწევასა და ვთქვათ ქვის დავარდნას შორის რაიმე განსხვავებას ვერ ხედავს, ხო? ორივე არის ფიზიკური მოვლენა. მეორე მხრივ, თუ დავსვამთ ასე კითხვას, რატომ ასწია თამარმა ხელი? უკვე იგულისხმება, რომ თამარმა ასწია ხელი, უკვე ჩვენ ამ ხელის აწევას არ ვუყურებთ როგორც ფიზიკურ მოვლენას, როგორც წეღანთქვი, რომელიც სუფთა ფიზიკური მიზეზებით აიხსნება, არამედ ამას ვუყურებთ როგორც ქმედებას, action თარგმნე ინგლისური სიტყვა ქმედებად და აი არის ძალიან არსებითი განსხვავება, როდესაც ვსვამთ კითხვას, რატომ ასწია თამარმა ხელი, ამ კითხვაზე პასუხად, აი შეგიძლიათ თქვენც ჩაერთოთ, პრინციპში ძალიან მონოლოგიური რა გამომევიდეს, რა ტიპის შეიძლება იყოს ამ კითხვაზე პასუხები, რას გულისხმობთ
როდესაც ვსვამთ ასეთ კითხვას, რატომ ასწია თამარმა ხელი. წარმოგიდგენიათ, რომ ასეთ კითხვაზე იყოს პასუხი, თამარმა ხელი იმიტომ ასწია, რომ მის ტვინში რაღაც სინაფსები მოხდა და რაღაცა ესე გადაეცა კუნთებს და შეჭმოხნა და აწია. მეთანხმებით, რომ ტიპიურად ასეთ პასუხს არ მოველით ასეთ კითხვაზე. ალბათ კი, ხო? და აი მინდა რომ რა ტერმინებში მოველით პასუხს კითხვაზე, როდესაც ვსვამთ ასეთ კითხვას, რატომ ასწია თამარმა ხელი. ანუ როდესაც ვსვამთ კითხვას ქმის ქმედებაზე, უკვე ვარქმევთ სახელს, იდენტიფიცირებას იმ ქცევისა, რომელიც ჩვენ გვაინტერესებს, ვაკეთებთ როგორც მის ქმედებას, ინტენციურ ქმედებას, განზრახულ ქმედებას, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სწორედ და როდესაც მის ახსნაზე ვსვამთ კითხვას, როგორც წესი, სულ სხვა რიგის ტიპის რაღაცეებს ველით პასუხად, როგორც ამხსნელს ქმედებისა და ეს არის რა ტიპის რაღაცები, ვინმე ხوار შემომაშველებს, თუხმები გამორთული გაქვს. გადაწყვეტილება, სურვილი. კი ბატონო, ხო, აი გააწყვეტილი, სწორედ. როდესაც ჩვენ ქმედების ახსნას ვსვამთ კითხვას, აქ ინგლისურში არის კარგი განსხვავება, ესე განასხვავებენ causes and reasons. ქართულად reasons ვთარგმნით საფუძვლებად, თუმცა არა ვარ დარწმუნებული, რომ იდეალური თარგმანია. ანუ აქ მიზეზებად ვასახელებთ ამ საფუძვლებს reasons, მაგრამ ესენი არის სხვა ტიპის მიზეზები, ვიდრე ის მიზეზები, როგორც ვთქვათ, წერან ფიზიკური მოვლენის ახსნაში დავასახელეთ ხოლმე, ხო და ეს რა ტიპის მიზეზებია ესენი, ანუ რო განასხვავონ სწორედ reasons უწოდებენ საფუძვლებს, ესენი არის როგორც წესი ორი რიგის, აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს ქმედების ანუ ინტენციონალურ ახსნებში ჩვენ აგენტს მივაწერთ რაღაც, აი სახელი ვერ დავიმახსოვრე, ბოდიში ვინ შემომეშველა, ძალიან კარგი მიმართულებით შემომეშველა, გმადლობთ. ორი ტიპის რამეს ვასახელებთ ასეთ კითხვაზე პასუხად, როგორც ქმედების გამომწვევი მიზეზების პასუხად. ერთი არის ის, რომ აგენტს მივაწერთ გარკვეულ რწმენებს, გარკვეულ შეხედულებებს სამყაროს შესახებ, ამ რიგს უწოდებენ რეპრეზენტაციებს, როგორც განმაზოგადებელს, ანუ ის თუ რას ჯერა აგენტს და მეორე მის სურვილებს, რა სურს აგენტს, ანუ რა არის მისი განზრახვა. აი, როდესაც ჩვენ ვიტყვით, რომ თამარმა ხელი ასწია, იმისათვის, რომ ვთქვათ, ჩემთვის ენიშნებინა ლექციის დასასრული. ხო, შეიძლება აი ასეთი პასუხი და მეთანხმებით, რომ იქნება იმ ტიპის პასუხი, როგორცაც მოველით ჩვენ კითხვაზე, რატომ ასწია თამარმა ხელი. მეთანხმებით, ხო? იმიტომ იმისათვის, რომ ენიშნებინა, თქვათ, ლექციის დასასრული. აქ ერთი პირდაპირ არის განზრახვა, აქ მარტივი, ასე ვთქვათ, გამჭვირვალე ახსნაა, რომ მისი განზრახვა იყო, რომ რაღაცა ენიშნებინა ჩემთვის. აქ შეიძლება ექსპლიციტურად არ არის, მაგრამ ასევე იგულისხმება, რომ მას ჰქონდა გარკვეული რწმენა, რომ ამ ნიშანს მე რაღაცნაირად გავაინტერპრეტირებდი, ხო, რომ ეს ხელის აწევა კონვენციურად, თქვათ, ნიშნავს რაღაცას. მოდი ავიღოთ ეს უფრო მარტივი მოდელი. მოკლედ, ყოველთვის გვაქვს აი ესეთი ორი რიგის რაღაცა, როდესაც ჩვენ ინტენციურ ახსნებს ვიძლევით ქმედებისა. ერთი არის ის რა რწმენებით, რა რეპრეზენტაციაც აქვს აგენტს სამყაროსი და მეორე არის ის რა სურვილებით, რა განზრახულობაც აქვს აგენტს, ანუ რისი მიღწევაც უნდა. აი აქ მიწერია, რომ მაგალითი თვალის ჩაკვრა მეთქი, ეს კარგი მაგალითია. მაგალითად ერთი გილბერტ რაილმა შემოიტანა პირველად ფილოსოფიაში და მე ბევრი სხვა ფილოსოფოსიც იყენებს ამას, აი მაგალითად ადამიანის ხედავ, რომ თვალი უხამხამებს, ხო? იგივენაირი მაგალითია პრინციპში, რაც ხელის აწევაზე მოვთქვი. თვალის ხამხამი შეიძლება იყოს ის, რომ მას აქვს რაღაცა, ვთქვათ, არ ვიცი, ნერვის ანთება, მაგრამ ამ შემთხვევაში თვალის ხამხამს ჩვენ არ ვაიდენტიფიცირებთ როგორც ისეთ მოვლენას, რომელსაც ქმედებას ვუწოდებდით. მეორე მხრივ, თვალის ხამხამს თუ ჩვენ ვაიდენტიფიცირებთ როგორც თვალის ჩაკვრას, ამ დროს უკვე ჩვენ ამ მოვლენას აღვწერთ როგორც ქმედებას. და როცა კითხვას ვსვამთ ქმედების გამომწვევი მიზეზების შესახებ, სწორედაც რომ კითხვას ვსვამთ არა იმ ნეიროფიზიოლოგიური პროცესების შესახებ, რომელმაც ეს ხამხამი გამოიწვია, არამედ სწორედ აგენტის განზრახვებისა და რწმენების შესახებ, ანუ საფუძვლების reasons შესახებ, ხო? ეს არის ზოგადად
ინტენციონალური ახსნის მოდელი, რომელიც რასაკვირველია ფილოსოფოსებს არ გამოუგონიათ და ინტენციონალური ახსნები არის ფაქტობრივად ყველა ერთ-ერთი შეიძლება მოგოჩვენოს, რომ აი ეს რაც მეკითხავთ ძალიან მარტივი რაღაცა, მართლაც მარტივია, მაგრამ მარტივი იმიტომ არის, რომ ეს არის ჩვენი სოციალიზაციის პროცესში ერთ-ერთი ყველაზე ადრეულ ეტაპზე ნასწავლი უნარი, რომ ჩვენ სხვა ადამიანებს მივაწეროთ რწმენები და სურვილები და ამის საფუძველზე ავხსნათ მათი ქმედებები, ან კიდევ მოველოდოთ პროგნოზი გავუკეთოთ მათ ქმედებებს. ხო, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ხა თვითონ ინტენციონალური ახსნის შესახებ ფილოსოფიაში უზარმაზარი ლიტერატურა არსებობს და სამწუხაროდ ვერ გავჩერდები, მაგრამ არის ძალიან საინტერესო ლიტერატურა, თუ ოდესმე დაინტერესდებით და წაიკითხავთ, გირჩევდით ნამდვილად ინტენციონალური ახსნა და თავისი პრობლემები. ერთი საინტერესო ამბავი რაც არის ინტენციონალური ახსნისა, რომ ის არის ის, რასაც უწოდებენ ჰოლისტურს, როგორც წესი, ჩვენ როდესაც მივაწერთ აგენტს როდესაც ვცდილობთ აგენტის ქმედების პროგნოზი გავაკეთოთ, ანუ რას იზამს აგენტი, ან და უკვე ჩადენილი ქმედების ახსნა გავაკეთოთ, ვეძებთ ესე იგი მასში იმ რწმენებსა და სურვილებს თუ მიზნებს, რომლებიც ახსნიდა მის მიერ ჩადენილ ქმედებას, ხო, ამას რა თქმა უნდა ვაკეთებთ და აქ ახლა შემოდის სწორედ აი რაციონალურობის ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი, ამას ვაკეთებთ იმ დაშვებით, რომ აგენტის ქმედება მაქსიმალურად შეესაბამება მის რწმენებსა და რეპრეზენტაციებს, ანუ და სურვილებს. ახლა რას გულისხმობ ამაში? აი თქვათ ავიღოთ უხეში რაღაცეთ შეიძლება მარტივი მაგალითები გითხრათ. ხედავ რომ ადამიანი წყალს სვამს და წყლის სმა როგორც ქმედება მე შემიძლია ავხსნა როგორც რა, რომ მას წყურია და სჯერა რომ ჭიქანში წყალია. ხო? ახლა თუ აღმოვაჩენ რომ ადამიანს არ წყურია, მოდი ასე ვთქვათ, მაშინ შეიძლება რაღაცა სხვა მიზანი დავიწყო მისი მაშინ რომ არ წყურია, მაგრამ სჯერა რომ რაც უფრო ბევრ წყალს დალევს, უფრო მეტი უფრო ჯანმრთელი იქნება და ამ შემთხვევაში მას კიდე რაღაცა იმისათვის რომ გადავსინჯო მისი მიზანი, ანუ სურვილი, ასევე გადავსინჯავ იმას თუ რა რწმენებს მივაწერ მას და ეს არის საკმაოდ რთული პროცესი. დამერწმუნეთ ახლა რომ როგორ ხდება ჩვენ მიერ ინტენციონალური ახსნის მეშვეობით ერთმანეთის ინტერპრეტირება და ერთმანეთის გაგება. ერთი შეხედვით თითქოს ეს ძალიან მარტივია, მაგრამ საკმაოდ რთული პროცესია. იმდენად რთული პროცესია, რომ ამაზე ახლა ფილოსოფიის იქეთ ფსიქოლოგიაშიც არსებობს ძალიან ბევრი საინტერესო კვლევა, როდის რა ეტაპზე ვიძენთ ჩვენ ამ უნარს, აი თქვათ აუტიზმის კვლევებში არის ძალიან ცნობილი ეს ექსპერიმენტები, რომ ბავშვები სადღაც აი საშუალოდ 3-4 წლის ასაკში უკვე 5-დან ახლა ზუსტად ასაკენ რა გონი 4 წლის ბავშვი უკვე ჩვეულებრივი განვითარების 4 წლის ბავშვი უკვე ეფექტურად იყენებს აი ამ ინტენციონალურ სტრატეგიასაც უწოდებს ზოგიერთი ფილოსოფოსი, ანუ ინტენციონალობას ერთმანეთის სხვა ადამიანების ქმედების ინტერპრეტირებისთვის, პროგნოზირებისთვის და ასე შემდეგ. და ვთქვათ, აი ესეთი ექსპერიმენტული შედეგები იყო, რომ ზოგიერთი აუტიზმის სპექტრის ბავშვებში ეს შეიძლება ინტელექტუალურად ისინი სხვა მხრივ საერთოდ არ იყვნენ შეფერხების მქონე, მაგრამ ზოგიერთ ხშირად არის ხოლმე, რომ ეს სწორედ ამ უნარს იძენენ უფრო გვიან, ამ ინტენციონალობის უნარს და ამაზე ძალიან ბევრი შეიძლება გავარკვე, ძალიან საინტერესო თემაა ჩემთვის, მაგრამ გავჩერდები. მოკლედ, ბევრი ფიქრობს, რომ აი ეს უნარი ჩვენ გვაქვს რაღაცნაირად hardwired, ასე ვთქვათ, ქართულად როგორც ვთქვათ, ჩვენი ევოლუციური განვითარების პროდუქტია, ჩვენი ტვინის რაღაც ადაპტაციის შედეგია, რომ ადამიანები ერთმანეთს ინტენციონალური ახსნებით, ასე ვთქვათ, ვაინტერპრეტირებთ, ხო, ესა ვთქვათ, და ესეც უწოდებენ ამას ფსიქოლოგიაში გონების თეორიას უწოდებენ, ამას theory of mind, ეს რამე ფილოსოფიური თეორია არ გეგონოთ, არამედ არის ეს, რომ როდის რა ასაკიდან ვეუფლებით ჩვენ გონების თეორიას. გონების თეორიაში გულისხმობს, რომ სხვა ადამიანებს ჩავთვალოთ ცნობიერების მქონეთ და მათი ქმედებები გავაინტერპრეტიროთ როგორც ესეთი ცნობიერი ინტენციური ქმედებები. ეს არის ეს
ცოტა გრძელი შესავალი გამომივიდა, ვიდრე ვაპირებდი ბოდიშ გიხდით. აი სწორედ ეს არის საფუძველი რაციონალური არჩევანის თეორიისაც მინდა გითხრათ და იმიტომ გავაკეთე ეს შესავალი. ინტენციონალური ახსნა ფაქტიურად არის ყოველთვის რაციონალური არჩევანის თეორიით ახსნა რაღაცა ფორმით. თუმცა ახლა როგორც შემდეგ უკვე მეცნიერებაში და რაციონალური არჩევანის თეორიებში ის ფორმალიზდა და რაღაც სხვადასხვანაირი პარამეტრები მასში გამოიყო, რა თქმა უნდა, ჩვენ როდესაც რაციონალური არჩევანის, ანუ ინტენციონალობის სტრატეგიას ვიყენებთ ერთმანეთის ინტერპრეტირებისთვის, რა თქმა უნდა, ამდენი გაცნობიერებული არ აქვს, მაგრამ პრინციპში აი საფუძველი ეს არის, მე მინდა რომ ეს დავიმახსოვროთ, იმიტომ რომ მე ბევრი აკრიტიკებს რაციონალური არჩევანის თეორიით ახსნას და მე ვფიქრობ, რომ შეიძლება ზოგიერთი კრიტიკა სერიოზული იყოს, მაგრამ ეს ნამდვილად არ არის ხელწამოსაკრავი მოდელი, იმიტომ რომ ძალიან ფუნდამენტური რაღაცას ემყარება, სახელმწიფო ემყარება ძალიან ფუნდამენტურ ასპექტს იმისა, თუ ადამიანები როგორ ვიგებთ ერთმანეთის ქმედებებს და როგორ არის შესაძლებელი, რომ ჩვენ ერთმანეთის ქმედებები, სწორედ როგორც ქმედებები გავიაზროთ ან პროგნოზი გავაკეთოთ მათ შესახებ. ეხლა რაციონალურობაზე მინდა გადავიდეთ. კი, რა თქმა უნდა, ჩამერთეთ აუცილებლად, კი. სალამი, თორნიკე, როგორ ხართ? ძალიან ჩქარა ხوار ვლაპარაკობ, ან გავგებრან? არა, კი, მითხარით აბა? ანუ, აი, სამართალში არის ეგეთი, ესე იგი, ასე ვთქვათ, განზრახვის ერთ-ერთი სახე, არაპირდაპირ განზრახვას უწოდებენ. რომელიც ესე ითვლება, რომ აი თქვათ ადამიანი რაღაც ქმედებას ახორციელებს, მის ამ ქმედების სავარაუდო შედეგებზე არ ფიქრობს, მაგრამ უშვებს, რომ ეს შედეგი შეიძლება მოყვეს. თქვათ რაღაცა ვთქვათ, იარაღიდან გაისროლა, მის ირგვლივ არავინ არ არის, მაგრამ ვთქვათ ისეთ ადგილას გაისროლა, რომ თეორიულად უშვებს, რომ შეიძლებოდა ვინმე ყოფილიყო და ვინმეს მოხვედროდა. აი ეს და ამას უწოდებენ არაპირდაპირ განზრახვას და ითვლება ასე დროს თუ ადამიანი დაიღუპა დანაშაულად. აი ეს კლასიკურად თავსდება აი ამ მიზნიდან გამომდინარე ინტენციონალურად. არა, სავარაუდოდ არა. არა, ინტენციონალურად, ხო, თუ ადამიანმა გაისროლა თავისი აზრით ჰაერში და ის ყია ვიღაცას მოხვდა, ეს ზუსტად არის ის, რომ მის ქმედებას, ხო? აი ქმედებას, როგორც ინტენციონალურს, ჩვენ აქ ამ შემთხვევაში არ აღწერდით, როგორც იმის მოკვლას. ხო? მისი ქმედება, როგორც ინტენციონალური ქმედება არ იქნება ვიღაცისთვის ტყუის მოხვედრება, ხო? მან გაისროლა. ეგ თქვენ რაც ამოჭერით, ახლა ეს, ანუ არაგანზრახული ქმედებები. ეგ ძალიან დიდი ფილოსოფიური პრობლემაა, არა მთლად რაციონალური არჩევანის თეორიაში, არამედ უფრო მორალის ფილოსოფიაში არის უაღრესად საინტერესო საკითხი, რისთვის შეიძლება იყოს ადამიანი პასუხისმგებელი. ხო? და ქმედებას მაინც ვარქმევთ ამას, ხო? ან ხო, როგორც ქმედებას არ ხდება. თუმცა რაციონალური არჩევანის თეორიაში ეს არის ერთი აი ფილოსოფიური გართულება, ზუსტად რაციონალური არჩევანის თეორიისა, ეხლა ჩვენ აი მარტივ აბსტრაქტულ უკვე და ფორმალიზებულ მოდელს გავეცნობით და რომელშიც ეს არ არის ასახული, არის რა პრობლემა? ნახეთ, აი თქვენ რასაც რომ ზუსტად რაციონალობის ფილოსოფიური პრობლემებიდან არის ერთ-ერთი ყველაზე ძნელი პრობლემა. აი მე გითხარით, რომ აგენტს მივაწერთ მიზნებს და რწმენებს, რეპრეზენტაციებს. აი რწმენები რა დონის რწოდნა უნდა მივაწეროთ აგენტს. ხო, აი ეგ არის რომ. აი თქვენ რაც თქვით, რომ ეხა აგენტმა გაისროლა, მისი ტყვია ეს რა ქვია, შემთხვევა ისე რომ მან არ იცოდა, მოხვდა ვიღაცას. სად უნდა გავჩერდეთ? ერთი არის რომ ჩვენ შეიძლება ვთქვათ, რომ აგენტს ეს არ უნდოდა, მაგრამ სამართლის მიერ მისი დადანაშაულება ფილოსოფიურად შეიძლება გამართლებული იყოს იმით, რომ ვთქვათ, ბრალდებელმა თქვას, რომ ნორმალურად ინფორმირებულ, საშუალოდ ინფორმირებულ ადამიანს უნდა სცოდნოდა თავისი ქმედების ეს შედეგი. ხო? ანუ ცოდნას მივაწერთ ჩვენ მას,
რომ თავისი ქმედების ეს შედეგი მას უნდა განეჭრიტა და ამიტომ ვადანაშაულებთ, ხო? არ იყო ეს მისი განზრახვა, მაგრამ უნდა სცოდნოდა, ხო? მე ახლა თუ თბილისში მე 5 სართულიდან აგურს გადავაგდებ, დამსჯიან, ხო? მიუხედავად რომ შეიძლება არავის არ დაუმიზნე და უბრალოდ ნაგვის მოშორება მინდოდა თავიდან, თუ ვინმეს თავში მოხდა, ხო ეს? ანუ აქ რამდენიმე საინტერესო ფილოსოფიური პრობლემა, ერთი სულ სხვა ფილოსოფიური პრობლემა მორალის ფილოსოფიაში უაღრესად საინტერესო, რომ ეს რაც მას არ განუზრახავს ისეთი რაღაცისთვის, თუ შეიძლება პასუხისმგებლობის დაკისრება, იმიტომ რომ მაქვს არიან ესეთი რადიკალი ფილოსოფოსები, კანტი არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წარმომადგენელი ამისა, მაგრამ თუმცა სხვა ძალიან არაკანტიანელი მორალის თეორეტიკოსებიც ამტკიცებენ, რომ ადამიანს შეიძლება პასუხისმგებლობა დააკისროს მხოლოდ იმისთვის, რაც მან განიზრახა და არაფერი სხვისთვის, თუმცა არიან თქვა აი ადამ სმიტი არის ცნობილი, რომელიც ასევე ფიქრობდა, რომ მორალური თანმიმდევრობიდან უნდა დავეთანხმოთ, რომ მხოლოდ იმისთვის უნდა დავაკისროთ, მაგრამ სოციალური ეფექტურობისათვის მაინც საჭიროა, რომ ადამიანები დავსაჯოთ ისეთი რაღაცეებისთვის, რაც მათ არ განუზრახოთ. მოკლედ სმიტი ამ პრობლემას ესე უყურებს რა, რაღაც თითქოს ორმაგ პასუხს აძლევს. კანტი უფრო გვიანი იყო ვიდრე სმიტი, ძალიან პურიტანია ამ საკითხში და ამბობს მხოლოდ განზრახვის. მოკლედ ეს დიდი ფილოსოფიური პრობლემა თემატიზებულია ესეთი moral lax უწოდებენ, მორალური იღბალი, ასე შეიძლება ვთარგმნოთ, რომ მორალში იღბალის საკითხი, რომ იღბალი რატო აქ რომ მე რო ტყვია ვისროლე უბრალოდ გასართობად და ვიღაცას მოხვდა და მოკლა ამ შემთხვევაში გავიკიცხები და თუ არ მოხვდებოდა, ეს მე შემრჩებოდა როგორც არაფერი, ანუ აი ხდებით რომ იღბლის საკითხი რატო არა საბუთჯამში ჩემ განზრახვაზე სულ არ არის დამოკიდებული ეს ჩემი ტყვია ვინმეს მოკლა და თუ არა მაგრამ ეს ძალიან დიდი და საინტერესო საკითხია როგორც ხართ მაგრამ სამწუხაროდ ამაზე რო ვილაპარაკოთ საერთოდ ვეღარაფერს მოვასწრებთ რაციონალური არჩევის თეორიაზე თუმცა აი ეს თქვენი კითხვა ამ მოდელში იგულისხმება ქმედებად მხოლოდ ის რაც განზრახული აქვს ადამიანს ერთი მხრივ და მეორე მხრივ თვითონ თეორიულ პრობლემას წამოჭრის რა თქმა უნდა ის თუ აგენტის ქმედების და რაციონალურობის ახსნისას როგორც რაციონალური აგენტის ახსნისას რამდენი ცოდნა უნდა მივაწეროთ მას. აი მაგალითად ეს ლოგიკაშიც ეპისტემურ ლოგიკაშიც მუშავდება ეს საკითხი რომ თქვათ აგენტს რამდენი ცოდნა უნდა მივაწეროთ თუ ჩვენ ვიცით რომ აგენტს აქვს რაღაცა წანამძღვრების ცოდნა უნდა მივაწეროთ თუ არა ყველა იმ ლოგიკური შედეგის ცოდნაც რომელიც მისი წანამძღვრებიდან გამომდინარეობს. თუ ამ შედეგების გამოყვანა რაღაცა განსაკუთრებულ დედუქციურ უნარებს საჭიროებს მაინც უნდა მივაწეროთ თუ არ უნდა მივაწეროთ ეს ცალკე კიდე დიდი დებატების საკითხია თუმცა ახლა რაციონალური არჩევანის მოდელში უკვე თვითონ თეორიაში ეს საკითხები ცოტა გამარტივებულია ეს უფრო ესე ვთქვათ ფილოსოფიური გართულებებია ახლა მე ჯერ თვითონ ამ მარტივ მოდელზე ვილაპარაკებ და ფილოსოფიური გართულებები ბევრი აქვს და მე ვილაპარაკებ ერთი ესე იგი რაციონალური არჩევანის მოდელის ახსნაში რაციონალურობა განისაზღვრება როგორც საუკეთესო საშუალების, ანუ საუკეთესო ქმედების კურსის არჩევა მიზნის მისაღწევად. ანუ იგულისხმება, რომ აგენტს აქვს გარკვეული მიზნები, იგულისხმება, რომ აგენტს აქვს ინფორმაცია იმის შესახებ თუ ქმედების რა ალტერნატივები გააჩნია და თითოეული ალტერნატივა რა შედეგთან მიიყვანს და აი ამ ინფორმაციის შუქზე თავისი სურვილების თუ პრეფერენციების თუ რას დავარქმევთ ამას მიხედვით აი ზოგჯერ ესეთ დიქოტომიას აკეთებენ პრეფერენციები და რეპრეზენტაციები როგორც გითხარით ხო თავისი რეპრეზენტაციების ანუ რწმენების შუქზე თავის პრეფერენციებისთვის საუკეთესო ალტერნატივას ირჩევს ეს ითვლება ზოგჯერ ამას უწოდებენ რაციონალურობის ესეთ გაგებას ქართულად ძალიან კარგად ვერ ვთარგმნეთ ესეც საშუალება მიზნისთვის რაციონალურობა ინგლისურად ეს ძალიან დამკვიდრებული ტერმინია means ends rationality ანუ რო ავირჩიოს საუკეთესო საშუალება means ჩემი ends ანუ მიზნის მისაღწევა და ეს რაციონალურობის ეს ერთი გაგება არის ზოგჯერ ამას რაციონალურობის ინსტრუმენტულ გაგებასაც უწოდებენ ანუ რაციონალურობა არის საუკეთესო საშუალების არჩევა მიზნის მისაღწევად და ესეც როგორც გითხარით მორალის ფილოსოფიაში იქნება იქ მორალურ ფსიქოლოგიაში რომელიც ფილოსოფიის დარგია ფაქტიურად ძალიან დიდი და ძალიან საინტერესო დებატების საგანია თქო რაციონალურობა ამით ამოიწურება თუ უფრო ფართო არის. ეხლა
თუ ჩვენ რაციონალურობას ვიგებთ როგორც საუკეთესო საშუალების არჩევას მიზნის მისაღწევად, შემდეგი კითხვა, აი მართლა ფილოსოფიურად საინტერესო კითხვები დგება ამის შესახებ. შეიძლება თუ არა რაციონალურობა ასევე მოითხოვდეს აი მიზნის რაციონალურობასაც, ეხება თუ არა რაციონალურობის შეფასება მიზნებსაც და ეხება თუ არა რაციონალურობის შეფასება რწმენებსაც, ანუ იმ რეპრეზენტაციებს. აი ახლა რას გულისხმობ? მაგალითად, თქვათ, ავიღოთ რამე ისეთი მაგალითი, რომ გითხრათ, ხო? თქვათ, ესეთი მაგალითი ავიღოთ, ადამიანი, რომელიც აი გოდელი იყო, მე მგონი, ხო, ერთ-ერთი ცნობილი მათემატიკოსი, რომელმაც თავი მოიკლა, გარდაიცვალა, იმიტომ რომ რაღაც დელუზიები ჰქონდა, რომ ასე მახსოვს თუ არ მეშლება, დარწმუნებული იყო, რომ მოწამვლას უპირებდნენ და არაფერს არ ჭამდა, სანამ მე ბოლოს ამით გარდაიცვალა, თუ აღარ მახსოვს, მაგრამ დავუშვათ, რომ ესეთი აგენტი ყავს, რომელიც თავს იკლავს, იმიტომ რომ არ ჭამს, იმიტომ რომ დარწმუნებულია, რომ მოწამლავს ნებისმიერ საჭმელი. ახლა დავსვათ ესეთი კითხვა, არის თუ არა ეს მისი ქმედება, რომ ის საჭმელს არ ჭამს, რაციონალური არჩევანის თეორიით ახსნადი. აი ვინ ფიქრობს, რომ არის? რაციონალობას თუ ძალიან ვიწროთ არ გავიგეთ, მგონია რომ კი შეიძლება იხსნას. ვიწროთ კი არა, მე მგონი პირიქით უფრო ფართოდ. თუ რაციონალურობას გავიგებთ მხოლოდ საუკეთესო საშუალების არჩევას მიზნის მისაღწევად, ამ ადამიანს ჰქონდა კონკრეტული მიზანი, სიცოცხლის შენარჩუნება, ასევე აი ეს რეპრეზენტაციები, რაც თქვი, ხო, რწმენები, რომ მას ყველა საკვები მოწამლავდა და საუკეთესო საშუალება აირჩია, ნუ შეიძლება ამას გავაკეთოს, მაგრამ რომ თავიდან აეცემდა. მე ახლა ეს მაგალითი რატო ვთქვი? ახლა რაღაცა აზრით მან საუკეთესო საშუალება აირჩია მიზნის მისაღწევად. მხოლოდ საშუალება მიზნისთვის ფარგლებში თუ დარჩებით, მისი არჩევანი იყო რაციონალური არჩევანი. მაგრამ აი სწორედ ეს კითხვა იყო. ახლა აი მაგრამ თუ მისია ეს საუკეთესო საშუალების არჩევა ემყარება ძალიან არარაციონალურ რწმენას, ეს არის ერთი გართულება და მეორე მხრივ შეიძლება თუ არა მიზნებზეც ვილაპარაკოთ. თქვათ ავიღოთ, რომ მას არავითარი დელუზია არ ჰქონდა, გოდელი იყო თუ ვიღაცა ჩვენი აგენტი და მას უნდოდა თავის მოკლა და ამიტომ საუკეთესო არ ჰქონდა დელუზია, ანუ რწმენები სწორი ჰქონდა. სჯეროდა, რომ თუ საჭმელს არ შეჭამდა, მოკვდებოდა და მიზნად ჰქონდა დასახული თვითმკვლელობა. შეიძლება თუ არა რომ შევაფასოთ მიზნებიც რაციონალურობაზე. ეს კიდევ ერთი ძალიან დიდი მიზნების რაციონალურობის ცოტა რღვევის უფრო ნათელი მაგალითი ისიც ხო არის. აი თქვათ თვითმკვლელობით, ან ინდურ კულტურაში ხო არის გარკვეული ესეთი რელიგიური ჯგუფები, რომლებიც თვითმკვლელობისთვის ანუ არ იღებენ საკვებს იმ რწმენით, რომ ეს არის სხეულისგან გათავისუფლების ამ ტიპის სიკვდილით სხეულისგან გათავისუფლება და ეს რაღაცა ჩვენ ანუ ქრისტიანულობას ვთქვათ ცხონებას მიაღწევენ რა. აი იქ მე მგონი უფრო ნათლად ჩანს რომ მიზანი რის გამოც იმშილობენ არის უფრო კი, შეიძლება ხო ეს შეიძლება კარგი მაგალითი არ მოვიყვანე, მადლობთ. მაგათ შეიძლება ხა მაგ ძალიან ძნელია, როგორც გითხრათ, ეს ძალიან ჰოლისტურია ახსნა და აი მიზანსა და მაგ შემთხვევაში ჩვენ შეიძლება ვთქვათ, რომ მაგათი რწმენა არის პრობლემა თუ მიზანი, რომელია არარაციონალური, რაც შევთვალეთ თქვენ მაგალითში რწმენა, რომ ამით სულისხსნას მიაღწევენ თუ იმიტომ რომ მიზანი რო სულისხსნას მიაღწიონ, თითქოს არ არის ხო არარაციონალური. ვიღაცისთვის შეიძლება იყოს არარაციონალური. მაგრამ ამ საკითხს შეიძლება ძალიან შორს წავიყვანს სამწუხაროდ, თუმცა არის. ეხლა რო გითხრათ, რომ არ დაგიმალოთ, რა თქმა უნდა ეს არ არის რომ ახლა იმიტომ რომ ძნელია ფილოსოფიას ამაზე არაფერი არ უთქვამს, რა თქმა უნდა უთქვამს, ვიღაც შემოდის, რა თქმა უნდა უთქვამს და ამაზე ისევ უფრო პრაქტიკული გონების თეორიებში ამაზე არის ძალიან დიდი დებატები, ისევ მორალის
ფილოსოფიაში, რომ აი ეს მიზნები თვითონ არის თუ არა ექვემდებარება თუ არა რაციონალურ კონტროლს, თუ არ ექვემდებარება. აი ეს მინდა უბრალოდ შენიშნასავე თქვა, მაგრამ ეხლა ამ წუთას უბრალოდ აქ ამაზე გავჩერდებით, თუმცა უზარმაზარი არის, რო არ გეცათ დაგიმალოთ აი ფილოსოფიაში, მორალის ფილოსოფიაში ძალიან საინტერესო დებატებია, სწორედ მაგ მიმართულებით, რომელი დებატებიც არის ფაქტიურად დებატები იმის შესახებ პრაქტიკული გონება არსებობს თუ არ არსებობს. აი ჰიუმი იყო ერთ-ერთი ყველაზე notorious, ასე ვთქვათ, ავად სახელგანთქმული ადამიანი, რომელიც უარყოფდა მიზნების რაციონალურად შეფასების შესაძლებლობას. ის ამბობდა, რომ რაღაცა გინდა ან არ გინდა და რაციონალობა მხოლოდ ის არის, სწორად აირჩია ამ სურვილისთვის ხერხი თუ არ აირჩია სწორად. მეორე მხრივ ფილოსოფოს და დიდი ნაწილი არისტოტელიდან დაწყებული და რა თქმა უნდა კანტის გავლით და სხვაები ამტკიცებდნენ, რომ არა, პრაქტიკული გონებაც გვაქვს ჩვენ ზუსტად, ანუ გონება მარტო თეორიული კი არ არის, არამედ აი მიზნების არჩევაშიც გონება ეხმარება და ეს მოკლედ ეს უფრო მორალის ფილოსოფიის საკითხია. მაგრამ ეხლა როგორც ვთქვათ, ეს ძალიან საინტერესო ამბავია მიზნებისა და რწმენების, მაგრამ რაციონალური არჩევანის მოდელში, განსაკუთრებით როგორც ის უფრო აბსტრაქტული სახით მუშავდება, ეხლა როგორც უფრო ფორმალური თეორია და როგორც გამოიყენება, როგორც წესი, მიზნების რაციონალურობის საკითხი ასე პირდაპირ არის მის, როგორც მოცემულობა, ასე მიიღება, რომ აგენტს აქვს რაღაცა მიზნები და რწმენების რაციონალურობის საკითხი უფრო იგულისხმება ისიც ძალიან ღრმად არ მეტის, მაგრამ უფრო tractable, ასე ვთქვათ, უფრო გადაცაწყვეტია, ვთქვათ, სტანდარტულად იგულისხმება, რომ რწმენების რაციონალურობას წყვეტს ისევ evidence, ანუ იმასთან დამოკიდებულება, რამდენად სანდო პროცედურებით იყალიბებს აგენტი თავის რწმენებს, რწმენებში აქ რაღაცა რელიგიურს არ გულისხმობთ, ხო, beliefs, ანუ რა სჯერა, რაც სჯერა, და მის ხალხ არსებული მოწმობების თუ მტკიცებულებების საფუძველზე. თუმცა როგორც გითხარით, ეს ორივე საკითხი უკვე შორდება. ეს არის ეპისტემოლოგიის საკითხი, ეს არის უფრო მორალის ფილოსოფიის საკითხი, რაციონალური არჩევანის თეორიაში ეს ორი უპრობლემოდ არის მიღებული და საკითხი ეხება იმას, თუ როგორ შეიძლება გაანალიზდეს აი ეს პროცესი მიზნებისა და რწმენების, თუ მოცემულია მიზნები და რწმენები, ხო, ეს არის. ძალიან ზოგადი განმარტება უკვე თქვით, საუკეთესო საშუალების არჩევა და ეხლა აქ შეიძლება ამ სლაიდზე არ გავჩერებულიყავი, უბრალოდ ვთქვათ, რომ სამ დონეზე არის და ნახავთ თუ ლითლის წინ წაიგეთ იქ გარჩევლებთ. ერთი არის გადაწყვეტილების თეორიაში მუშავდება ეს საკითხი, რაციონალური არჩევანის თეორიის პირველი და ყველაზე ბაზისური დონე არის და უფრო მარტივით იწყებენ, რა თქმა უნდა, არის უფრო სიტუაცია, სადაც ინდივიდუალური აგენტი იღებს არჩევას მის ხალხ არსებული ინფორმაციისა და მისი პრეფერენციების საფუძველზე, უფრო გართულებული სიტუაციებია, თამაშის თეორია, ამ სიტუაციებს უწოდებენ სტრატეგიული რაციონალურობის სიტუაციებს, ანუ სიტუაციებს, სადაც ის თუ რა არჩევანს გავაკეთებ, მე ამისი რაციონალურობა დამოკიდებულია იმაზეც, თუ რას გააკეთებს ჩემი სხვა, მოკლედ, გააკეთებს სხვა, ამ შემთხვევაში ჩემი პარტნიორი თამაში, თუ ჩემი ოპონენტი და კოლექტიური ქმედების თეორია, ამაზე ამ წუთში არ გავშერებით, თუ დამჭა დრო ესა. ეხლა გადაწყვეტილების თეორიაში, როგორც გითხარით, ესე იგი, ზოგჯერ ვინა მე მგონი ვინ უწოდა ამასაც აღარ მახსოვს, ოლსონმა შეიძლება გადაწყვეტილების თეორიას უწოდებენ აი პარამეტრული რაციონალურობის თეორიას, იმიტომ რომ აქ არ არის ისეთი გართულებები შემოტანილი, რომ ჩემი არჩევანი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა არჩევანს რა გადაწყვეტილებას მიიღებდით თქვენ და უფრო მარტივად არის ჩამოყალიბებული, იგულისხმება დაშვებათ, რომ აგენტს აქვს გარკვეული მიზნები, განზრახვები და მას აქვს ინფორმაცია გარკვეული და როგორ უნდა მიიღოს მან რა არჩევანი უნდა გააკეთოს, რომ იყოს რაციონალური არჩევანი. აქ ერთი პატარა გადახვევასავით კიდე ამაზეც მთელი ლექციის ჩატარება შეიძლებოდა, რომ იმას ლაპარაკი, რომ ეს რაციონალური არჩევანის თეორია თვითონ არის, რა თქმა უნდა, ნორმატიული თეორია. ის გამოიყენება როგორც ამხსნელი ქმედებებისა, მაგრამ ის აქ რაციონალურობა მაინც იგულისხმება როგორც ნორმა და არა როგორც დესკრიფციული ფაქტობრივი მტკიცება. ახლა ეს
თუ არ დაგაბინეთ, მაინც მინდა რომ დავაზუსტო. და ეხლა აი უკვე ვთქვით, ერთი აი რადგან თორნიკემს დასვა კითხვა და მინდა ვთქვა, მე სადღაცა მიწერია, რა თქმა უნდა, აი მიზნებთან დაკავშირებით რაციონალურობაზე. სამწუხაროდ რაციონალური არჩევანის თეორიაში თვითონ როგორც გითხარით, აი მიზნების რაციონალურობაზე რაღაც მნიშვნელოვანი აზრით ვერ არის ლაპარაკი, მიზნები, ანუ განზრახვები თუ პრიორიტეტები თუ პრეფერენციები სხვადასხვა ტერმინებით ამბობენ, ასახელებენ ამას, როგორც მოცემულობა ისეა მიღებული, თუმცა რაციონალურობის ერთი კონტროლი, რომელიც მიზანთა ჯგუფს აქვს, ერთობლიობას აქვს, არის თანმიმდევრულობა. აი თანმიმდევრულობაში რა იგულისხმება, მაგალითად აი შემდეგ სლაიდზე მაქვს მე მგონი, აი ესეთი მაგალითი ვთქვათ, მე თუ მივაწერ აგენტს რაღაცა პრიორიტეტებს, რანჟირებას, რომ ვთქვათ A ურჩევნია B-ს და B ურჩევნია C-ს პირობითად, მაშინ თუ მას ნახეთ, თუ ეს იცით ხო, რომ მეტობა არის ტრანზიტული, თუ ამ B-ზე უკეთესია და B C-ზე უკეთესია, მაშინ A-ც C-ზე უკეთესი უნდა იყოს. თუ აგენტს აქვს ასეთი რანჟირება, რომ A B-ს ურჩევნია, B C-ს ურჩევნია, მაგრამ C A-ს ურჩევნია, მაშინ ეს უკვე არის არათანმიმდევრულობაში და ანუ მიზნების შეფასებაში რაციონალური არჩევანის თეორიას მაქსიმუმ რაც შეუძლია არარაციონალურობაზე და რაციონალურობაზე თქვათ, რომ ეს უნდა იყოს თანმიმდევრული. მეტი არაფერი და დაშვება არის, რომ აგენტებს აქვთ. რა თქმა უნდა, ეს ემპირიულად სწორი დაშვება არ აღმოჩნდება, იმიტომ რომ ბევრ აგენტს თუ გამოვიკლოთ, შეიძლება აღმოჩნდეს, რომ არ არის მათი პრიორიტეტები ესეთ თანმიმდევრული, მაგრამ რაციონალური არჩევანის თეორიის დაშვება, რომ აგენტებს აქვთ რაციონალურ აგენტებს აქვთ თანმიმდევრული ჯგუფი მიზნებისა. მაგრამ აი ეს მიზნების სხვა აზრით რამდენად გამართლებადია ან არ გამართლებადია რაციონალურობის უფრო ფართო მნიშვნელობით უკვე ეს კითხვა არ ჯდება და ახლა ყველაზე მარტივი მოდელები, რა თქმა უნდა, რაციონალური არჩევანის არის მოდელები, რომელიც გვეუბნება, რომ თქვათ თუ მეტი ჯობია ნაკლებს, თქვათ რაციონალური არჩევანია დიდ პატარა ვაშლს შორის დიდის ქონა ვიდრე პატარას, ხო თუ მეტია. ან თქვათ აი აქ რაღაცა მარტივი მაგალითები, სამვარსკვლავიან და ოთვარსკვლავიან სასტუმროს შორის, რომელიც ჯობია 4-იანი. მაგრამ აქ ნახეთ, ახლა შემოდის მეორე. თუ მეორე პარამეტრი არის, რომ ნაკლებ ფასად, მაშინ უცებ რთულდება, ხო? აი სწორედ ამას აკეთებს რაციონალური არჩევანის თეორიის ყველაზე მარტივი გადაწყვეტილების თეორიის, აი ყველაზე ბაზისური თეორია არის, აი ამის თეორია, თუ როგორი არის და ამისაც როგორ აკეთებს რაციონალური აგენტი, ან როგორ გააკეთებდა, მოდი ესე ვთქვათ, იმიტომ როგორც გითხარით, ეს არის ნორმატიული თეორია, მაინც რაციონალური, სრულყოფილად რაციონალური აგენტი ამ თავისი პრეფერენციები, თუ მოცემულია მისი პრეფერენციები და აქვს მას გარკვეული ინფორმაცია, ამ ინფორმაციის შუბლზე რა არჩევანს გააკეთებდა. აი ეს არის რისი თეორიაც არის გადაწყვეტილებების თეორია და ამის ფორმალიზებისთვის მათ შემოგვდეს სარგებლობის ფუნქციას, რასაც უწოდებენ, იმისათვის რომ ეს არჩევანის თეორია ჩამოაყალიბონ, გვეუბნებიან რომ თქვათ ყველა შესაძლო თქვათ აგენტს აქვს რაღაც არჩევანი გასაკეთებელი ორ შესაძლო ქმედებას შორის თუ ერთ შესაძლო ქმედებას ერთ მიზანთან ერთ შედეგთან მიყავდა მეორე შესაძლო ქმედებას მეორე შედეგთან აგენტი რაციონალური აგენტი უბრალოდ სარგებლობის მიხედვით ანუ თავისი მიზნების ტერმინებში რომელი შედეგი უფრო სასურველია ამის მიხედვით დაარანჟირებს ამ შესაძლო ქმედებებს და აირჩევს იმას რომელიც არის უკეთესი ანუ ამას ძალიან მარტივად უწოდებენ მაქსიმიზაციის რა ქვია სტრატეგიას სარგებლობის მაქსიმიზაციის სტრატეგიას აი ხ ძალიან მარტივი მაგალითად რო თქვა რა თქმა უნდა ყველაზე მარტივი სიტუაციაც რაღაცა სიტუაციას აირჩევს რაღაცას შეიცავს და აი თქვა და ეს არის ძალიან ტიპიური ადვილი სიტუაციის მაგალითი წარმოდგენილი თქვა არჩევანი მაქვს ორ სამსახურს შორის ბანკსა და უნივერსიტეტში და აქ ზოგიერთს აქვს რაღაც პლუსი ზოგიერთს აქვს რაღაც პლუსი აი ეს რაციონალური არჩევანის თეორია უბრალოდ ამის რაღაცნაირად ცდილობს რომ კვანტიფიკაცია გააკეთოს თქვა რომ აი ხელფასი აქ მაღალია აქ დაბალი მიაწეროს ამას რაღაცა კოეფიციენტები და ყველაზე მარტივი წესი რაციონალური არჩევანისა არის არჩევა იმის სასარგებლოდ რომელსაც მაქსიმალური კოეფიციენტი დაუჯდება რომ შეიკრიბება ეს აი რაღაცა ასეთი თუ ძალიან არ მიგიფუჩოჩეთ ეს ტექნიკური მხარე მაგრამ აღარ ამაზე რომ დრო დავკარგო ხო როგორც გითხარით მოდელი ორნაირი არსებობს აქ ერთი არის რომ უბრალოდ შედეგებს მიაწერონ კოეფიციენტები
და მეორე არის, რომ ზოგიერთ შემთხვევაში კოეფიციენტების კარდინალურ მოდელს უწოდებენ ხოლმე, როდესაც მე სხვადასხვა ქმედების შედეგს რაღაცა კოეფიციენტს ვარიჭებს სასურველობის, ანუ სარგებლობის ტერმინებში. მეორე მოდელი არის, რომელიც ასე პირდაპირ რიცხვებს კი არ მიაწერს, თუმცა -5 ან +20 ან რაღაცას, არამედ უბრალოდ არანჟირებას უშვებს, ისე რომ ინტენსივობას არ ითვალისწინებს. მაგალითად, რა მირჩევნია? აი, მაგალითად, ეს რაღაცა უაზრო მაგალითები მაქვს ცოტა ძალიან ძველი, მაგრამ თქვა BMW მირჩევნია Opel-ს, Volkswagen-იც მირჩევნია Opel-ს, Toyota მირჩევნია Honda-ს, ეხლა ეს შეიძლება დავალაგოთ რაღაცნაირად ისე, რომ პრიორიტეტები მექნება რა არასჯობია, თუმცა ასეთ რანჟირების მოდელში არ არის მოცემული ინტენსივობა, ანუ რამდენად ჯობია ეს აღარ არის მოცემული. თქვა BMW, Opel-ს რამდენად ჯობია, უფრო ცოტათი თუ უფრო ბევრად, აი ესეთი რანჟირების მოდელში არ არის. თუმცა არსებობს ფორმალური ისინი ალბათობის რაღაცა კარგი, სხვადასხვა ძალიან მახვილგონივრული, მაგრამ ფორმალიზებული მეთოდები, რომლითაც რანჟირება შეიძლება ითარგმნოს აი ამ კოეფიციენტებად, ანუ იმად რა ქვია, კარდინალურ მოდელად, მაგრამ ამაზე არ გავჩერდები, იმიტომ რომ მეტად ფორმალური მხარეა. ეხლა საინტერესო სიტუაცია, სადაც შემოდის ხოლმე, არის რა, უკვე გადავაცილე, მე მგონი თემოს მიერ მოცემულ 40 წუთს და ჯერ ძალიან ადრე ვარ. საინტერესო სადაც ხდება რაციონალური არჩევანის თეორიის ეს მოდელები არის იქ, სადაც შემოდის უკვე გაურკვევლობას, რასაც უწოდებენ. ერთი არის ძალიან ესე იგი თავიდან რითი დავიწყოთ მარტივი სიტუაცია, ამ არჩევანს, ამ ქმედებას ასეთ შედეგები აქვს კაფეოთ ვიცი, ამ არჩევანს ასეთ შედეგები და სარგებლობის მიხედვით, სასურველობის მიხედვით ამ შედეგებს ვადარებ ერთმანეთს. მაგრამ რა ხდება და როგორ თეორეტიზებს ეს მოდელი, როდესაც თითოეულ მაქვს ორ ქმედებას შორის არჩევანი, მაგრამ თითოეულ ქმედებას არ აქვს მკაცრად კაფეოდ განსაზღვრული ერთი შესაძლო შედეგი, არამედ თითოეულს აქვს რამდენიმე შესაძლო შედეგი სხვადასხვა ალბათობით. ასეთ სიტუაციას უწოდებენ უკვე გაურკვევლობის სიტუაციებს და ეს არ გვინდა, აი მაგალითად ესეთი სიტუაცია, რომ მაქვს ორი ქმედება, ქმედება 1 და ქმედება 2. ქმედება 1-ს რაღაცა ალბათობებით მოსდევს სხვადასხვა შედეგი. 3 სხვადასხვა შესაძლო შედეგი აქვს ერთ ქმედებას და 2 სხვადასხვა შესაძლო შედეგი მეორე ქმედებას. თან თავისი რაღაცა ეს აი აქ რაღაცა ესეთი სულად აბსტრაქტულად ცხრილი არის რა მოცემული. ვთქვათ ესე პირველი შესაძლო შედეგს სასურველობის 5 გულა აქვს, მეორე შესაძლო შედეგს პირველისა 3, მესამეს -1. მაგრამ ალბათობები აქვს სხვადასხვა. ვთქვათ, აი ეს შედეგი 0.3%-ით შეიძლება დადგეს, ხო, ანუ 30%-ით ბოდიში, ეს შედეგი 20%-ით, ეს 50-ით. აი ასეთ ცოტა გართულებულ სიტუაციებში როგორ ვიღებ გადაწყვეტილებას, ეს არის უკვე შემდეგი ფორმალური თეორიის შემდეგი საინტერესო ასპექტები. და აქ ახლა სამწუხაროდ ანუ ხვდებით, ერთი ყველაზე მარტივი მოდელი გვეუბნება მაქსიმიზაციის მიხედვით მიიღებს რაციონალური აგენტი გადაწყვეტილებას, მაქსიმიზაცია რას ნიშნავს? ძალიან მარტივი ფორმულით აკეთებენ ამას, ვთქვათ, თითოეული შესაძლო შედეგის აი ამ სასურველობის თუ სარგებლობის კოეფიციენტს მის ალბათობაზე გავამრავლებ და შევკრებ. და ვნახავ, რომ აი ამ ჯამურად ამ ქმედებას, პირველ ქმედებას თქვა აქ 100-ია ცხრილი მოცემული სრულიად ისე აბსტრაქტულად 16 ქულა აქვს, ამ მეორეს 10, ესე იგი რაციონალურმა აგენტმა უნდა არჩიოს პირველი. მაგრამ ნახეთ ახლა ერთი საინტერესო, ჩემი აზრით საინტერესო ფილოსოფიურად უკვე და არა მხოლოდ ფორმალური თეორეტიზებისთვის საინტერესო რაც შემოდის აქ არის ის, რომ აღმოჩნდება და ეს თეორია გვაჩვენებს, რომ ასე ერთმნიშვნელოვანი არ არის, რომ რაციონალური არჩევანი იქნებოდა 16-ის სასარგებლო და არა 10-ის სასარგებლო. თურმე დამოკიდებული ყოფილა ის თუ რომელია რაციონალური არჩევანი იმაზე თუ რომელ წესს ვიყენებთ და აქ შემოდის ეს კიდევ ახალი დამატებითი მნიშვნელოვანი გართულება, თეორიული ცნება, გადაწყვეტილების წესს უწოდებენ, იმ წესს თუ რომელი წესით ვირჩევ, ვაკეთებ არჩევანს. და მოდი, აი პირველი რაც გითხარით, ხო, თუ ხედავთ, აი ვთქვათ, თუ ერთ შესაძლო ქმედებას მოსალოდნელი სარგებლობა ჯამური დაუჟათ 16 და მეორეს 10 მაქსიმუმის წესს უწოდებენ ამას, უკეთესს ვირჩევ, ანუ რომელიც მეტია. მაგრამ შეხედეთ ახლა, რას გვეუბნებიან თეორეტიკოსები ზოგიერთი.
ჩვენ რაციონალური აგენტები და არც ადამიანები, რამდენადაც რაციონალურები ვართ, ყოველთვის მაქსიმუმს არ ვირჩევთ. მაქსიმუმის წესით არ ვირჩევთ და აი შეხედეთ, აქ თუ ჩანს ეს კარგად, ხო, აქ კარგად ჩანს პრინციპში, აი შეხედეთ, აქ ამას კი უზის ჯამში ნაკლები, მაგრამ თითოეული შესაძლო შედეგი ამ ქმედებისა არის დადებითი, ნახეთ? +1 და +1. ანუ ამას თუ გავაკეთებ, სულ ერთია რომელი შედეგი მოყვება, ერთ ქულაზე გავდივარ. და ამ პირველ ქმედებას თუ ჩავიდენ, ალბათობრივად კი 16 არის სარგებელი, მაგრამ თუ აი ეს ალბათობა ახდა, -1-ზე გავდივარ. და აქ შემოდის გადაწყვეტილების მეორე წესი, რომელსაც უწოდებენ მაქსიმინის წესს, მაქსიმინ, რომელიც ამბობს, რომ რაციონალურია ავირჩიოთ ის ალტერნატივა, რომელსაც აქვს უკეთესი უარესი შედეგები, best worst results, ასე ამბობენ, best worst results, სხვანაირად ამას უწოდებენ ასევე რისკების მინიმიზაციის წესს და ამ წესის მიხედვით თუ იმსჯელებს რაციონალური აგენტი, მაშინ უნდა აირჩიოს მეორე. რატო? იმიტომ რომ პირველს აქვს რისკი 50%-იანი -1-ზე გასვლისა. კი იმას რაღაცა ალბათობა 30%-იანი ძალიან კარგი შედეგი აქვს, მაგრამ თუ ეს ალბათობა ახდა, მაშინ ეს აქვს. და ანუ მაქსიმინის წესი მე გვეუბნება, რომ რაციონალური ავირჩიოთ ის ალტერნატივა, რომელსაც აქვს ყველაზე უკეთესი უარესი შედეგები. არა ჯამურად რომელიას უკეთეს შესაძლებლობაა, არამედ ის რომ მინიმალური გავრისკო. და სხვადასხვა ამას მე ფსიქოლოგიაში იკვლევენ ამას, რომ თქვა ფსიქოლოგები ამბობენ ემპირიული კვლევებით, რომ ადამიანები რეალურად სხვადასხვა სიტუაციაში ან იყენებენ მაქსიმუმის წესით გადაწყვეტილებას იღებენ, ან მაქსიმინის წესით. აი თქვა ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებსო ფსიქოლოგიურ კვლევები ამბობს, რომ ირჩევენ უფრო მაქსიმინის წესით. რაღაცა სიტუაციებს ირჩევენ მაქსიმუმის წესით. ეხლა ანუ ერთი არის, ოღონდ მე მინდა გითხრათ ამაზე, რომ რაციონალური არჩევანის თეორია არის ფორმალური თეორია, ნორმატიული თეორია და ის რა თქმა უნდა ის რომ ფსიქოლოგი გვეუბნება, რომ ადამიანები როგორც წესი ასე აკეთებენ, არაფერს არ ნიშნავს მისთვის, ამიტომ რაციონალური არჩევანის თეორია თვითონ არის ღია. ვერაფერს ვერ გვეუბნება აგენტმა, რომელი წესით უნდა გააკეთოს. ის გვეუბნება მხოლოდ იმას, რომ თუ მოცემული მაქვს ეს პრიორიტეტები, ან ეს პრეფერენცია და ეს რანჟირება, თუ მოცემული მაქვს ეს ინფორმაცია და თუ მოცემული მაქვს ეს წესი, მაშინ რაციონალურია ეს არჩევანი. მაგრამ წესებშიც ვნახეთ უკვე, რომ არის გაურკვევლობა ის თუ რომელ წესს შევიტან, ასე ვთქვათ, ინფუთან ალგორითმში, იმის მიხედვით სხვადასხვა რაღაცა იქნება რაციონალური. ეს ერთი, ეს ყოველთვის მაქსიმინის გამოყენების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მაგალითია ფილოსოფიური ლიტერატურიდან და პოლიტიკის ფილოსოფიდან ჯონ როლზის მიერ, არ ვიცი, იცნობთ თუ არა, ჯონ როლზის არგუმენტი, თუ გახსოვთ, აი ეს სამართლიანობის ორ პრინციპს, როცა შემოაქვს მას და გვეუბნება, რომ სამართლიან სიტუაციაში ჩაყენებული ეს თვითდაინტერესებული რაციონალური აგენტებიო, აირჩევენ სამართლიანობის ორ პრინციპსო, ეს არის ერთიო, რომ თანასწორი უფლებები და პირველი ზუსტი ფორმულა არ მახსოვს და მეორე პრინციპი ახლა როლზის შემთხვევაში ყველაზე სადაო რა თანხმობენ მუსიკი და სხვები, რომ მეორე პრინციპს აირჩევენ კიდევ, რომ სიმდიდრეში განსხვავებები დასაშვებია მხოლოდ იმდენად, რამდენადაც ეს სიმდიდრეში განსხვავებები უკეთესია მათთვის, ვინც ყველაზე ცუდად არის. ესეთ რაღაცას ამბობს როლზი, რომ ის ამბობს, რომ პირველი პრინციპი რაღაც უფლებებში და სტატუსში მოითხოვს სრულ თანასწორობას, მეორე პრინციპი უშვებს ქონებრივ უთანასწორობას, ოღონდ ამ დათქმით, რომ ასეთი ქონებრივი უთანასწორობა სამართლიან საზოგადოებაში დასაშვებია მხოლოდ იმდენად, რამდენადაც ასეთი უთანასწორობის პირობებში ისინი, ვინც ქვემოთ არიან უკეთესად. ვიდრე ისინი, ვინც ქვემოთ არიან, იქნებოდნენ ასეთი უთანასწორობის
გარეშე რაღაც ასეთ პრინციპი შემოქვს როლს აი მეორე პრინციპის სახით რომელიც სადავო პრინციპი მაგრამ ეხლა რატო გამახსენდა რომ აი როლზი სადაც ფორმალურად ასაბუთებს ამ თავის პრინციპებს ამ ზუსტად რაციონალური არჩევანის თეორიას იყენებს და ამბობს რომ აი ამ საწყის სიტუაციაში ჩაყენებული რაციონალური აგენტები მაქსიმინის პრინციპით გააკეთებდნენ არჩევანსო, ანუ მინიმალური გარისკვის პრინციპით და ამიტომ აირჩევდნენ უთანასწორობის საწინააღმდეგო, ქონებრივი უთანასწორობის საწინააღმდეგო სამართლიანობის პრინციპს. ეს მსჯელობა სამართლიანობის თეორიაში ცნობილი ადგილია. მოკლედ ეს მაგალითია, მაგრამ ბევრად. მოკლედ ერთი ეს ღიაობა უკვე შემოვიტანეთ რაციონალური არჩევანის თეორიაში და ეხლა გითხარით რომ ერთი არის ესე იგი მოსალოდნელი სარგებლობის წესი, ანუ მაქსიმუმის წესი, მაქსიმინის წესი არის აირჩევის ალტერნატივა, რომლის ყველაზე უარესი შესაძლო შედეგი უკეთესია ყველაზე უარეს შესაძლო შედეგებს შორის, აი როლზის მაგალითად. კიდევ ერთი წესი შემოქვს დაკმაყოფილება satisfying, მაგაზე აღარ დავჩერდები, რადგან ძალიან დრო და გადამცა თემო როგორ ამაქვს საქმე იქნებ მითხრათ უნდა შევწყვიტო უკვე თუ არა თან გავქცევთ და ხო ცოტა ბოდიშს გიხდით თუ არა პროტესტებთ 15 წუთს კიდე გამოვიყენებ ხო ეხლა ცოტა ძალიან მოკლედ დიდი თემა არის ძალიან უბრალოდ რომ რაღაც ცოტა გემო გავიგოთ ხო ეხლა კიდევ ერთი საინტერესო გამოყენება ამ რაციონალური არჩევანის მოდელებისა არის რა თქმა უნდა უბრალოდ გამოყენება კი არა უფრო გართულება თეორიისა არის სიტუაცია სადაც აგენტის მიერ გაკეთებული არჩევანის რაციონალურობა დამოკიდებულია არა მხოლოდ იმაზე თუ მას რა უნდა და რა ალტერნატივები აქვს, არამედ იმაზეც, თუ რას მოიმოქმედებენ სხვა აგენტები. ასეთ სიტუაციას უწოდებენ იმას უწოდებენ პარამეტრულ რაციონალობას, სტრატეგიულ რაციონალურობას და თამაშის თეორია არის ეს ფორმალური თეორია, რომელშიც განეხილება სტრატეგიული რაციონალურობა, როგორც წესი სტრატეგიულ რაციონალურობას, როდესაც აი თეორეტიზებას აკეთებენ ამისა, ძირითადად იღებენ ორი აგენტის ურთიერთქმედებას, როდესაც ესე იგი ყავს და თამაშის თეორია, ამიტომ ქვია და თამაშების მოდელებზე განიხილავენ ამას, ყავს ორი აგენტი, რომლისთვისაც ის თუ რა უნდა არჩიოს, დამოკიდებულია იმაზე თუ მეორე რას არჩევს. ამაზე არის დამოკიდებული ის თუ რა შედეგებზე გავა ის და ამიტომაც ის თუ რა იქნება მის რაციონალური სვლა დამოკიდებულია მეორის ქმედებაზე და აქაც ესე იგი ეს არის განსხვავება პარამეტრულ და სტრატეგიულ რაციონალურობას შორის, როდესაც ესე იგი სტრატეგიული გვაქვს სიტუაცია, სადაც ესე იგი აგენტის რაციონალურობა ასევე უნდა ითვალისწინებდეს სხვა აგენტების ქმედებას და თამაშის თეორიაში ახლა რამდენიმე უფრო რთული ფორმალურად თეორიაა, ბაზისური დაშვებები გადმოტანილია, აქაც რა თქმა უნდა ინდივიდუალური ანუ პარამეტრული რაციონალურობის მოდელებიდან, მაგრამ რამდენიმე დამატებითი პარამეტრი შემოდის, რაც ართულებს სიტუაციას. ერთგვარად განასხვავებენ, ესე იგი, ნულოვანჯამიანი თამაშებს, ნულოვანჯამიანი თამაშები არის თამაშები, რომელშიც ესე იგი ორი მხარის მოგება, წაგება ჯამში ქმნის ნულს. ასეთებს უწოდებენ სუფთა კონკურენციის თამაშებს. თქვათ, ანუ აი ავიღოთ x-დან 0-ის თამაში არის ტიპიური ნულოვანჯამიანი თამაში, ხო? მე ვიგებ, ან თქვათ მონეტის აგდების თამაში და უფრო საინტერესო სიტუაციებს ქმნის არანულოვანჯამიანი თამაშები, რომლებშიც შესაძლო შედეგები ისეთია, რომ აუცილებლად მე რასაც ვიგებ, იმას არ აგებს მეორე მოთამაშე, არამედ შესაძლო შედეგები ისეთია, რომ შეიძლება მე მოვიგო, მაგრამ ჩემი მოგების მიუხედავად მეორეს კონდეს შესაძლებლობა, რომ ან უფრო უარესად დაამთავროს, ან უკეთესად დაამთავროს. მოკლედ ეს კიდე ართულებს სიტუაციას არანულოვანჯამიან თამაში, ანუ ჩემი და კონკურენტის შედეგი ჯამური შეიძლება 0-ზე მეტიც იყოს და ასევე ჩვენი ჯამური შედეგი შეიძლება ორივესთვის ის იყოს უცუდი, უარყოფითი. ხო, არანულოვანჯამიანში და ამიტომ არანულოვანჯამიანი თამაშები, ესე იგი უშვებს თანამშრომლობას, ეს არის საინტერესო კოოპერაციას, ნულოვანჯამიანი თამაშები კოოპერაციას გამორიცხავს. არანულოვანჯამიანი თამაშები კონკურენციის გარდა ასევე უშვებს თანამშრომლობას, უფრო
ეგ რაღაც მაგალითებს განიხილავენ ხოლმე, რომ არსებობს წმინდა თანამშრომლობის თამაშები, სადაც ესე იგი მეც და ჩემი პარტნიორიც ერთნაირად მოგებულები ვართ, ცოტა უფრო რთული სტრატეგიული რაციონალურობის შემთხვევებია, როდესაც არის ერთობლივად თანამშრომლობაც და კონკურენციაც, ანუ ორივე არის ჩართული, აი პატიმრის დილემა არის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მაგალითი თამაშის თეორიიდან, სადაც სწორედ კონკურენციასაც და თანამშრომლობასაც ორივეს უშვებს შესაძლო შედეგები. ნუ კიდე ასევე განასხვავებენ სრული ინფორმაციის და არასრული ინფორმაციის თამაშებს, ანუ უკვე უფრო ტექნიკურია და ნუ ერთი მნიშვნელოვანი დაშვება, რა თქმა უნდა, სტრატეგიულ რაციონალურობაშიც არის, რომ როდესაც მე ვირჩევ გადაწყვეტილებას, რაციონალური აგენტი არჩევანს აკეთებს იმის დაშვების საფუძველზე, რომ მისი ოპონენტიც არის სრულყოფილად რაციონალური. ეს დაშვება არის, ანუ და ეხლა ნუ ძირითადი მოდით ამაზე არ გავჩერდები, აქ ძალიან საინტერესო, მაგრამ თუ გნებავთ ლიტლის ტექსტი წაიკითხეთ, როგორც ეს თამაშების თეორიაში, სწორედ ეს არის უკვე ამოცანა რა არის, რომ რაღაცა სიტუაციის მოდელირებას აკეთებენ და ამ სიტუაციაში ამოხსნა პრობლემისა არის პასუხი კითხვაზე თუ რაციონალური აგენტები რა სტრატეგიას აირჩევდნენ, ანუ რა სრულებს გააკეთებდნენ რაციონალური აგენტები ასეთ სიტუაციაში. ამაზე არ გავჩერდები, ამიტომ უფრო ტექნიკური საკითხები, აი ამის არალონჯამიანი თამაშის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მაგალითი არის, ყველას გაგიგიათ ალბათ, პატიმრის დილემა თუ პატიმრების დილემა, სადაც სიტუაცია ისეთია, რომ თქვათ თუ პატიმრები გასცემენ ერთმანეთს ორივეს უარყოფითი შედეგი უჯდება. თუ ერთი პატიმარი გასცემს მეორეს, მაშინ მას დადებით შედეგი უჯდება და მეორე პატიმარს უჯდება უარყოფითი შედეგი და თუ ორივე ითანამშრომლებს ერთმანეთთან, აქ რაღაც თარგმანის ცოტა არეულია, და ანუ არც ერთი ერთმანეთს არ გასცემს, საუკეთესო შედეგი უჯდებათ და ეხლა იქ რატო არის საინტერესო ხოლმე, როგორც წესი ამას რაციონალურობის პარადოქსს უწოდებენ, აი ამაზე მინდა დარჩენ რამდენიმე წუთში ყურადღება გავუსვა, იმიტომ რომ ეს მართლაც სოციალური ფილოსოფიისთვისაც და პოლიტიკური ფილოსოფიისთვისაც საინტერესო მაგალითია, ამ ფორმალური ეს არის მაგალითი კი არ არის, უბრალოდ სიტუაცია, რომელიც მიეყენება მორალის თეორიაშიც იყენებენ ამას, პოლიტიკის თეორიაშიც, ეკონომიკაშიც, იმიტომ რომ არის სიტუაცია, სადაც ნახეთ საუკეთესო შედეგი, რომელიც ორივესათვის ხელმისაწვდომია, რაციონალური არჩევანით აღმოჩნდება მიუწვდომელი. თუ რაციონალური აგენტი მაქსიმინის წესით იმსჯელებს, მის თითოეულისთვის რაციონალურია, რომ გასცეს ის მეორე პატიმარი, მეორე პატიმრისთვისაც რაციონალურია, რომ გასცეს თავისი ეს პარტნიორი, შესაბამისად რაციონალური ქმედებით ორივე გადის უარეს შედეგზე, ვიდრე მათ შეეძლოთ გასვლა. ამ რაციონალურ ქმედებაში იგულისხმება თვითდაინტერესებული რაციონალური ქმედება. ანუ იმ დროს, როდესაც ისინი მაქსიმალური რაციონალურობით აკეთებენ არჩევანს საკუთარი მოგების თუ შედეგის მაქსიმიზაციისთვის, ორივე აკეთებს არჩევანს რაციონალური, თუ არარაციონალურად არ მოიქცა, ორივე აკეთებს არჩევანს, რომელსაც ორივე გაჰყავს უარეს შედეგზე. იმ დროს, როდესაც მათ აქვთ ხელმისაწვდომი უკეთესი შედეგი. არ ვიცი, თუ გინდათ რომ ეს უფრო მეტად დავხსნა, გავჩერდებით, თორემ რაღაცა დროის კარგვა არ მინდა თითქოს და ასე მგონია ყველამ კარგად იცის ეს მაგალითი და ამიტომ და ეს არის ერთი ძალიან საინტერესო რაციონალურობის პარადოქსს, რასაც უწოდებენ, რომ რაციონალური აგენტი, თვითდაინტერესებული რაციონალური აგენტი მაქსიმალური რაციონალურობით ვერ ირჩევს მისთვის საუკეთესო შედეგს. სტრატეგიულ რაციონალურობაში. იმიტომ რომ ნახეთ ეს რატო არის მარტივი, ნახეთ აი ავიღოთ ვარეს ტიპი, ვთქვათ, პირველი ტიპი. მაქვს ორი სტრატეგია, ან ვითანამშრომლო ჩემს პარტნიორთან, ან ჩავუშვა, თუ გავცე, ხო? ეხლა ნახეთ, ვიცი რომ მე ჩემ პარტნიორსაც აქვს ორი ესეთივე გზა. ეხლა ნახოთ, თანამშრომლობის შემთხვევაში აქ პირველი არის ჩემი ქულა, პირველ ადგილას რა წერია. თუ მე ვითანამშრომლებ და ისიც თანამშრომლებს ერთით ვამთავრებ, მაგრამ თუ მე ვითანამშრომლებ, ანუ შევუნახავ სინდის და ის გამცემს, მაშინ -2-ით. ახლა
ამ შემთხვევაში რომელი არის უფრო სასურველი, მოდით ასე ვთქვათ. ამ შემთხვევაში ჩემთვის რა თქმა უნდა ეს არის უფრო სასურველი. მაგრამ ეს სტრატეგია რო ავარჩიო ამის იმედით მე უნდა მქონდეს ასევე რაციონალური მოროდინი რომ ისიც ამას აარჩევს. თუ მე ვფიქრობ რომ ის ამას აარჩევს, მაშინ ჩემ მიერ ამის არჩევა ნიშნავს რომ მე გავედი -2-ზე. ახლა შეხედეთ აქ, თუ გავეცი, ამ შემთხვევაში მე უკეთეს შემთხვევაში თუ მე გავეცი და იმან სიტყვა შემინახა, ასე ვთქვათ, მე გავდივარ ძალიან კარგ შედეგზე, მაგრამ თუ მეც გავეცი და იმანაც გამცა, მე -1-ზე გავდივარ. ახლა ნახოთ, მე უნდა გავაკეთო ამ ორ შორის არჩევანი იმის დაშვების საფუძველზე, რომ ისიც რაციონალურად ასევე იმსჯელებს, როგორც მე ვმსჯელობ და გამოდის, რომ მე უნდა ავარჩიო ეს. იმიტომ რომ მე თუ ამას ავარჩევ, ის არ არჩევს ამას. ის თვითონ იმსჯელებს. ესე რომ ის თვითონ რატომ მოკლედ ცოტა ის არის არც ჩახლართული პრინციპში ნახავთ რომ ამ ორს შორის უკეთესი უარესი შედეგი აქვს ამას და ამიტომ ეს უნდა ავარჩიო. ამას აქვს უკეთესი უარესი შედეგი, ნახე უარეს შედეგებში -1 ჯობია -2-ს პირველია და უკეთესი შედეგი 2 ჯობია 1-ს. ამიტომ თუ ის იტანამშრომლებს, მე მაინც ამ შემთხვევაში ვარ უფრო მოგებული, თუ ის გამცემს, მე ამ შემთხვევაში ვარ უფრო მოგებული, ამიტომ გამოდის, რომ მე რაციონალურად უნდა ავარჩიო ის ამანაც და ამანაც, რაც ორივესთვის ვარესა. ამას უწოდებენ რაციონალურობის პარადოქსს და სხვათა შორის ზოგიერთი ამბობს, რომ აი ზუსტად ეს არჩევნებს ძალიან კარგად რომ კოოპერაცია და შეუძლებელია. სხვა ფილოსოფოსები ამას სხვანაირად უყურებენ, მაგალითად, თვითონ რაციონალური არჩევანის თეორიაში ამის გადაჭრას, ვთქვა, ცნობილი აქსელ როდი იყო ერთ-ერთი მაგალითად, რომელმაც შეიმუშავა მოდელი, რომელიც ამბობს, რომ ეს შედეგი სწორია, თუ თანამშრომლობა არის ერთჯერადი. მაგრამ თანამშრომლობა თუ თამაშის სიტუაცია არის ერთჯერადი. მაგრამ თუ სიტუაცია არის განმეორებადი, მაშინ უკვე რაციონალური არის ეს სტრატეგია ავირჩიოთ და ამ შემთხვევაში უკვე რაციონალურობით უკეთესი შედეგი მიიღწევა. აი ამის მაგალითი ცნობილია აქსელ როდს აქვს მოყვანილი ესეთი სანგრების ომი პირველ მსოფლიო ომში. სანგრების ომი ზუსტად ესეთი სიტუაცია იყო. თუ ერთი მხარე ისროდა და მეორე არ ისროდა, ვინც ისროდა, ის იყო მოგებული. მაგრამ ზუსტად ასევე მეორე მხარეც თუ თვითონ ისროდა და მეორე არ ისროდა, იყო მოგებული. თუ ორივე ისროდა, ჯობდა თითოეულისთვის სიტუაციას, როდესაც თვითონ არ ისროდა და სხვა ისროდა, მარტო ხო? ანუ მე თუ ვისური, მე კი მირჩევნია, რომ იმან არ ისროლოს, მაგრამ მე თუ არ ვისური და ის ისურის, უარესია. ამიტომ თუ ერთჯერადია სიტუაცია, ორივე არა უცუდ შედეგზე გავდივართ, ორივე ვისვრით. ხო? თუმცა შეგვეძლო, რომ არც ერთს არ გვესროლა. ხო? ეს არის ზუსტად ეს სიტუაცია. მაგრამ აი აქსელ როდი ამბობს, რომ ეს ერთჯერადი სიტუაცია თუ არის მართლაც რაციონალური აგენტი ვერ ახერხებს საუკეთესო შედეგზე გასვლას, არამედ ახერხებს მხოლოდ ამაზე გასვლას. მაგრამ თუ არის განმეორებითი, როგორც სანგრების ომში იყო, მაშინ შეიძლება ჩვენ აი ამას უწოდებს პირობით თანამშრომლობას, როდესაც განმეორებითია ეს დღეები ან თვეები გრძელდება, მე გავაჩერებ სროლას და ვნახავ, ისიც თუ გააჩერებს ამ შემთხვევაში ისე აღარ ვისური და მიღწეული იქნება ეს მაქსიმალური შედეგი. ანუ პირობითად მოვსინჯავ ერთხელ რომ გავაჩერებ სროლას იმდენს არაფერს არ დავკარგავ, ვიდრე თუ ამ ერთხელ გასჩერების შედეგად მე მივაღწევდი რომ მასაც თუ გაეჩერებინა სროლა და ეს ეხსნის მაგალითად აქსელ როდი ეს პირველი მსოფლიო ომის სანგრების ბრძოლა გაგრძელდა უსასრულოდ, იმიტომ რომ ეს ინდივიდუალური რაციონალური აგენტები, ჯარისკაცები სანგრებში ისხდნენ და არ ისროდნენ თვეების განმავლობაში, ზუსტად ასე რაიმე პაქტის და იმის გარეშე, შეთანხმების გარეშე. მოკლედ ეს თავისთავად ბოდიშ ვხდები რომ ძალიან ზედაპირული და მიმოხილვითი გამოდის და კიდევ ერთი საინტერესო თუ მაქვს დრო ცოტა, კიდევ ერთი საინტერესო გართულება, ახლა და ბარემ გადავიდეთ, კიდევ ერთი
სფერო, სადაც გამოიყენება რაციონალური არჩევის თეორია, არის ის, რასაც უწოდებენ კოლექტიური ქმედების თეორიას. აქ თამაშის თეორიისგან განსხვავებით უკვე განხილულია ისევ რაციონალური აგენტის არჩევანი რა უნდა იყოს სიტუაციაში, სადაც ბევრი სხვა აგენტი მონაწილეობს. არა ორი აგენტი, არამედ ბევრი სხვა აგენტი ფაქტობრივად გაფართოება არის სიტუაციისა და აქაც საინტერესო შედეგი ერთი რაც არის, რა თქმა უნდა, სხვაც ბევრი საინტერესო შედეგია, მაგრამ ფილოსოფიურად და სოციალურად და მორალურად საინტერესო შედეგი რაც არის ერთი, არის ის, რასაც უწოდებენ მანკურ-ოლსონის თეორემას, გავს ძალიან, ფაქტობრივად პატიმრის დილემა არის გადმოთამაშებული კოლექტიური ქმედების სიტუაციაზე, კოლექტიური ქმედების თეორიას რას უწოდებენ, ხო, სიტუაციას, სადაც ადამიანებმა უნდა მიიღონ გადაწყვეტილება, ინდივიდუალურად იღებენ გადაწყვეტილებას, მაგრამ რაღაცას იმის მისაღწევად, რასაც საზოგადო ან საჯარო სიკეთეს უწოდებენ. ანუ, ვთქვათ, რაღაცა არის ყველას ინტერესში და რაციონალური აგენტები შეძლებენ თუ ვერ შეძლებენ მოქმედებას ისე, რომ ის რაც ყველას ინტერესშია მიიღონ. აი ეს არის ეს პარადოქსი და აქაც პატიმრის დილემის მსგავსად ოლსონმა გამოიყვანა ესეთი პარადოქსი, უფასოდ გზავრობის ამბავს უწოდებენ ზოგჯერ ამას, რომ რაციონალური თვით დაინტერესებული აგენტები რაციონალურობის ძალით ვერ იღებენ შედეგს, ისეთ სასურველ შედეგს, როგორიც შეეძლოთ მათ მიიღოთ, როგორც ხელს ეწიფებოდათ და აი ამის ერთი მაგალითია, მაგალითად რაღაცა არის იქ რაღაც სხვა მაგალითებია ლიწილთან ნახავთ განხილული, თქვათ შეიძლება მე ეს რა ქვია ну აი free riders მაგალითს გეტყვით რომ არ გავართულო მე ყველა ჩვენთვის არის სასარგებლო რომ ავტობუსმა იაროს მაგრამ ავტობუსმა რომ იაროს თითოეულმა ჩვენთაგანმა თქვათ უნდა გადავიხადოთ ფული ეს ძალიან ნეოლიბერალურად ასე ვთქვათ რომ ჩამოვაყალიბოთ სიტუაცია და გამოვრიცხოთ რომ სახელმწიფომ შეიძლება ავტობუსი დააფინანსოს ასეთი გამარტივებული სიტუაცია წარმოვიდგინოთ. Ну თუმცა უფრო სხვა იქ რაღაც სხვა მაგალითებია რომ ვთქვათ ჩვენ შევგრიბოთ ფული და ლობირება გავუკეთოთ კანონ პროექტს რომელიც უფასო ავტობუსებს მოგცემდა. ეს კიდე შეიძლება უფრო სხვა ჩავყავდა. ეხლა სიტუაცია რა როგორია? ყველა ჩვენგან ის უკეთეს ინტერესი უფრო მოგებულები ვართ თუ ავტობუსი ივლის ვიდრე იმ შემთხვევაში თუ არ ივლის მაგრამ თითოეულ ჩვენგანს გვაქვს რაღაცა მსხვერპლი გასაღები ამაში და ისევ ზუსტად როგორც პატიმრის შემთხვევაში ნახეთ ესე განვიხილავ ეხლა ნახეთ მე ვარ რაციონალური აგენტი მე ვამბობ მე ვიხდი თქვათ არ ვიცი ლარს ან არ ვიხდი ლარს ყველა სხვა აგენტიც თუ გადაიხდის ლარს ავტობუსი იქნება მაგრამ ყველა სხვა აგენტი თუ არ გადაიხდის ლარს მე ეს ლარი გადახდილი დამრჩება და ავტობუსი მაინც არ იქნება და ნახეთ ახლა რაციონალური თეორიის მიხედვით არჩევის თეორიის მიხედვით ერთადერთი რამე რასაც რაციონალობამ კარნახობს აი რომ არ უნდა გადავიხადო რატო ნახეთ ისე არჩევნმა გადავიხადო ან არ გადავიხადო თუ გადავიხადე ორი შესაძლებლობაა სხვებმაც გადაიხადეს და სხვებმა არ გადაიხადეს. თუ გადავიხადე და სხვებმაც გადაიხადეს, გადასარევია. მაგრამ თუ გადავიხადე და სხვებმა არ გადაიხადეს, დავკარგე. ახლა თუ არ გადავიხადე და სხვებმა გადაიხადეს, ყველა კიდე უფრო მოგება მაქვს, იმიტომ რომ ავტობუსი მაინც არის და არ გადავიხადე და თუ არ გადავიხადე და არც სხვებმა გადაიხადეს, ავტობუსი არ არის, მაგრამ სამაგიეროდ მე ის გადასახადი მაინც არ დავკარგე. ანუ სტრატეგია რაციონალური ისე გამოდის რომ არ გადავიხადო და აი სწორედ მანკურ-ოლსონის თეორემა ამბობს რომ რაციონალური აგენტები ვერ მიაღწევენ საზოგადო სიკეთეს. ვერ მიაღწევენ საზოგადო სიკეთეს, საზოგადო სიკეთის იქ ოღონდ რაღაცა წინასწარ დაშვებებია, რომ ეს საზოგადო სიკეთე ისეთი უნდა იყოს, რომ არ უნდა იყოს როგორ ასახებენ არაკაყოფადი და არაგამორიცხვადი, ანუ რა იგულისხმება, რომ თუ ის სიკეთე არსებობს, მე ვერ ჩამომართმევ მისით სარგებლობას, მიუხედავად იმისა, მე შევიტანე თუ არ შევიტანე წვლილი. ხო, ეს უნდა იყოს, იმიტომ რომ ჩვენ შეიძლება წარმოვიდგინოთ რაღაც სიკეთეები, რომელიც დამოკიდებულია იმაზე, რაც
იმ არ არის დამოკიდებული იმაზე მე შევიტანებ თუ არ არის შევიტანებული ხო იმ საზოგადო სიკეთეს უწოდებენ ესეთ სიკეთეს რომელიც თუ არსებობს ყველასთვის ხელმისაწვდომია აი ეს არის და ვოლსონის თეორია გვეუბნება რომ რაციონალობა შეუძლებელს ხდის რომ გავიდეთ უკეთეს შედეგზე კოლექტიურ ქმედებას ხდის შეუძლებას აქაც смотри როგორც აი ზუსტად ანალოგია პატიმრის დილემისა ფაქტურად უბრალოდ კოლექტივში და აქაც ისევ არის რა თქმა უნდა დაზუსტებები იქ რაღაც თეორეტიკოსები ამბობენ რომ როგორც წესი საზოგადო სიკეთე სხვადასხვა ფილოსოფოსს და თეორეტიკოსს თავისი გემოვნების მიხედვით სხვადასხვა გამოსავალი აქვს ზოგი ამბობს რომ რეალურად საზოგადო სიკეთე ზოგი ამბობს რომ მცირე ჯგუფებში ეს არის მიღწევა დიდ ჯგუფებში არ არის რადიკალური ეგოისტები ამბობენ რომ ეს საზოგადო სიკეთე მიუღწევადია თუ იქ არ არის კიდე დასჯის მექანიზმები ანუ ეს არაგამორიცხადობა არ არის მოხსნილი და თუ რაღაცა იმას არ შემოვიტან თქვა დაჯარიმების ძალიან მაღალ ტარიფს ან თუ არ შემოვიტანთ მექანიზმებს რომ ამ სიკეთით ვერ ისარგებლოს იმან ვინც არ გადაიხადა ამის გარეშე შეუძლებელია საზოგადო სიკეთეს commons რასაც ქვია ხო უფრო ოპტიმისტი თეორეტიკოსები გვეუბნებიან რომ არის შესაძლებელი თუმცა აქაც ისევ მოკლედ შევდივართ ჩიხში არარაციონალური თეორიის ჩიხში არამედ თვითონ რაციონალურობის პარადოქსს უწოდებენ ამას ბოდიში ხა ძალიან გამიგრძელდა თან შემოკლებაში რაღაც რამადაცან შევდივარ და ორესე და ეხლა მინდა ძალიან მოკლედ შევეხო კრიტიკას რაციონალურობისა ბევრნაირი არსებობს ამ რაციონალურობის კრიტიკა არა უბრალოდ რაციონალური არჩევანის მოდელით კრიტიკა ეს არის მნიშვნელოვანი ერთი რა თქმა უნდა ძალიან დიდი ჯგუფი კრიტიკისა რომელსაც დიდად ვერ ჩავუღრმავდები არის ჯგუფი ინტერპრეტაციონისტი სოციალური ფილოსოფოსების მხრიდან რომლებიც ამბობენ რომ რაციონალური არჩევანის თეორია მეტად ძალიან მცირე პარამეტრზე მეტად აბსტრაქტული თეორიაა ზოგჯერ თხელ თეორიასაც უწოდებენ მეტად აბსტრაქტული თეორიაა რომელიც ძალიან არაადეკვატურად წარმოაჩენს სოციალური რეალობის ბაში მოქმედ ფაქტორებს თუნდაც ინდივიდუალურ დონეზე. ანუ თუნდაც ჩვენ აგრეგაციულ ახსნას ვიღებდეთ და თუნდაც სოციალური მოვლენები დაყვანდეს ინდივიდთა ქმედებებზე, ინდივიდი როგორ მოქმედებს სოციალურ გარემოში, ამისიც ძალიან გაღარიბებული და მარტივი თეორია, იმიტომ რომ სულ რაღაც რამდენიმე პარამეტრს იღებს, ხო, ინდივიდის ინტერესები, ინდივიდის ხელთან არსებული ინფორმაცია და მისი რაციონალურობა, რომელიც მდგომარეობს საუკეთესო საშუალების არჩევანში. ეს კრიტიკის ერთი ძალიან დიდი ჯგუფია და თქვათ ეს ინტერპრეტაციონისტები გვეუბნებიან, რომ ადამიანები რაღაცებს აკეთებენ არა რაციონალური არჩევნის გამო, არამედ თქვათ, ავიღოთ, იმიტომ რომ ასე აკეთებდა ხალხი, ხო? ეს მე რაღაც ოდითგანვიან რაღაც ასეთი მოტივებიც არსებობს და ბევრი სხვადასხვა ტიპის მოქცევის მოდელი არსებობს, საზოგადოებრივი ქცევისა, ვიდრე ეს რაციონალური არჩევანის ქცევა. მეორე ჯგუფი კრიტიკისა, რომელიც ასევე საინტერესო კრიტიკაა და ჩემთვის რო არ დაგიმალოთ უფრო რაღაც მხრივ საინტერესო არის კრიტიკა, რომელიც რაციონალური არჩევანის ახსნებს, აკრიტიკებს იმის გამო, რომ ისინი ძალიან ვიწროდ იგებენ თვითონ რაციონალურობას, იმ აზრით, რომ უშვებენ რაღაცნაირად მოდელად უშვებენ ამ თვით დაინტერესებულ რაციონალურ აგენტს და როგორც წესი და ეს არის აქ მნიშვნელოვანი თვით დაინტერესებაში გულისხმობენ რაღაცნაირად კვანტიფიცირებად სარგებლობას. ეს სარგებლობა ბევრ სხვადასხვა რამე შეიძლება იყოს, რა ვიცი, კარგი ცხოვრება იქნება თუ მეტი მოგება თუ მეტი ფული თუ სხვადასხვა რაღაცა, რა თქმა უნდა, ეკონომიკაში როდესაც ამ მოდელებს იყენებენ, იქ კიდევ უფრო გამარტივებული გვაქვს სიტუაცია და სარგებლობა პირდაპირ მონეტარულ სარგებლობა, თქვათ, მეტ ხელფასადან რაღაცა ასეთ მეტ შემოსავლად ითარგმნება ხოლმე. მე მინდა გითხრათ, რომ აი, როდესაც ეკონომიკურ რაციონალურობას აკრიტიკებენ ხოლმე, ეს კრიტიკა უსამართლოა, რომ გავავრცელოთ ნებისმიერ ახსნაზე რაციონალური არჩევანისა, იმიტომ რომ რაციონალური არჩევანის თეორია თავისთავად სულ არ გვავალდებულებს ჩვენ, რომ აი ის რო ვილაპარაკეთ წეგან რა არის მიზნებიო, ხო? მიზნები შემოვსაზღვროთ, თქვათ, მარტო მეტი მოგებით. ხო? მიზნებში მე რაციონალური არჩევანის თეორიით თუ ხსნი აგენტს, მიზნებში შეიძლება ასევე ჩავთვალოთ, თქვათ, აგენტის გულშემატკივრობა თავისი მეგობრის მიმართ.
ხო, ესეც შეიძლება ჩავთვალო, თვითონ რაციონალური არჩევანის მოდელი არ გამორიცხავს ასეთ რაღაცას, თუმცა ეკონომიკაში, როგორც ეკონომიკურ თეორიებში, როგორც გამოიყენება ის, როგორც წესი, იქ მიზნებში და პრეფერენციების რანჟირებაში პირდაპირ არის ხოლმე ეს დაინტერესება თუ მიზნები მიბმული მოგებაზე და ეს თვითონ მოდელი აი ეს მინდა რომ ვთქვათ, მოდელი არის ამ მხრივ სრულიად ღია. რას ჩავსვამთ ჩვენ მიზნებში? ვთქვათ, შეიძლება მიზნებში ჩავსვა, აი წეგან რომ ვიმსჯელეთ, ხო, ჩვენ მიზნების პარამეტრი შეიძლება შევსებული იყოს სრულიად არაეკონომიკური რაღაცით. ვთქვათ, მინდა დედამიწის გადარჩენაც იყოს მიზანი რაციონალურ არჩევანის მოდელში, ან რა ვიცი, ნებისმიერი სხვა ტიპის მიზანი. ამ მხრივ თვითონ რაციონალური არჩევანის მოდელს არ აქვს რაიმე შეზღუდვა. მინდა გითხრათ, უბრალოდ მის გამოყენებას ეკონომიკურ თეორიებში და ხშირად მე ეკონომიკის გავლენით, პოლიტიკური სიტუაციების ანალიზისას და ასე შემდეგ. ამ გამოყენებებში არის ხოლმე როგორც წესი ეს შემოსაზღვრული ეს მიზნების ამბავი. ეს ერთი, მაგრამ მეორე რაც არის ასევე საინტერესო, რომელიც უკავშირდება პრინციპში იმ საკითხს, რომელთაც დავიწყეთ, არის ზუსტად ის, რომ აი ეს მიზნებს რა აფორმირებს, ხო, რა აფორმირებს. თვითონ რაციონალურობა შედის აქ, პრაქტიკული გონება შედის თუ არა და ამ მხრივ აი ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო კრიტიკოსი რაციონალური არჩევანის ახსნების არის ამარტია სენი, რომელიც ისედაც იცით ალბათ თქვენ ცნობილი ეკონომისტი და ფილოსოფოსია, რომელიც ასევე აკრიტიკებს, ესე იგი, რაციონალურ არჩევანის პირდაპირ ოღონდ ამბობს, რომ ეკონომიკურ მოდელებს, იმიტომ რომ ისინი უშობენ წმინდა თვითდაინტერესებას, მხოლოდ ეკონომიკაში არა, თუმცა აი როლზი რო ვახსენე, როლზი რომელიც ძალიან საინტერესო თეორეტიკოსია, თავის ფორმალურ არგუმენტაციაში, თავის ეთიკური თეორია რო გამოიყვანოს, უშვებს თვით დაინტერესებულ რაციონალურ აგენტს, ხოლო და სენი აკრიტიკებს ამას და ამბობს, რომ რეალურად ადამიანები გადაწყვეტილებას როცა იღებენ, რაციონალურ გადაწყვეტილებას, მოდი ასე ვთქვათ, მათი მოტივები, მათი მიზნები ბევრად უფრო ფართოა, ვიდრე თვით დაინტერესება. როგორც თვითონ სენი ამბობს, ჩვენი პრაქტიკული გონება და ჩვენი რაციონალობა არ დაიყვანება რაღაცა აზრით სარგებლის მაქსიმიზაციაზე, არანაირად და კიდევ მეორე საინტერესო კრიტიკა არის, რომელსაც სხვადასხვა როლზე იტევს, არის ის, რომ გარდა აი ამ რაციონალური არჩევანში რა პარამეტრებიც არის დაშვებული, ესე იგი, დაინტერესება და ინფორმაცია, ამის გარდა გვეუბნებიან, რომ რეალურად რაციონალური არჩევანის სიტუაციებში ასევე მოქმედებს აგენტების არჩევანზე სხვა ნორმატიული შეზღუდვები. აი მაგალითად როლს შემოაქვს იმ თავის ჰიპოთეტურ სიტუაციაში თვითდაინტერესების გარდა, რომ ყველა აგენტი თვითდაინტერესებული ეგოისტი აგენტია, მაგრამ შეზღუდულია ერთი მინიმალური მორალური პრინციპით, fairness, რასაც უწოდებს კეთილსინდისიერება, თარგმნა რამდენად კარგად არ არის. სენი უფრო ფართო შეზღუდვებზე ლაპარაკობს. მოკლედ ერთი რაც მინდა თქვა ახლა ძალიან შევკვეცე, რომ რაციონალური არჩევანის მოდელის კრიტიკის ერთ საინტერესო მიმართულება არის მიმართულება, რომელიც თვითონ რაციონალობას არ აყენებს ეჭქვეშ, არამედ უბრალოდ მე ვიტყოდი, რომ რაციონალობის უფრო ფართო გაგებას ითხოვს, რომელიც თავის თავში დაიტევს მეტ პარამეტრს, ვიდრე იქნებოდა მხოლოდ ეს რაღაცა სარგებელი და ინფორმაცია. რომ გარდა სარგებლისა და ინფორმაციისა, ასევე არსებობს არჩევანზე შეზღუდვები, რომლებიც არსებითად მორალური, ეთიკური ხასიათის არის. აი ეს არის თქვათ სენის ძალიან მნიშვნელოვანი კრიტიკა. და ნუ ეს პრინციპში გადის სწორედ ადამიანის ინტერესის უფრო ფართო გაგებაზე. უბრალოდ მე პატარა კომენტარით დავასრულებდი, რომ პრინციპში ასე თუ გავაფართოვებთ ჩვენ რაციონალურობას, რაციონალური არჩევანის მოდელი მაინც სასარგებლო დარჩება, იმიტომ რომ რაღაც დონეზე თუ ძალიან მოვინდომებთ და საყრელად ჩავთვლით, ჩვენ შეგვიძლია იმ მიზნებში შევიტანოთ, ხო, იმ მორალური პრინციპებით განსაზღვრული პრიორიტეტებიც. თქვათ ავიღოთ, რომ იქ აი რომ ლაპარაკობთ რაციონალურ არჩევანს, ამბობთ, რომ თქვათ მირჩევნია 4 ვარსკვლავიან სასტუმრო, 5 ვარსკვლავიან სასტუმროს. აქვე შეიძლება შევიტანოთ როგორც პრიორიტეტებში, რომ 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო არ მირჩევნია, თუ მასში არის რაღაცა მონური შრომა გამოყენებული და ასე შემდეგ. ხო, ან ის მორალური პრინციპები, რომლებიცაც სენი ლაპარაკობს, როგორც გარეთ მყოფს რაციონალური არჩევანის თეორიისა, შეიძლება რაციონალური არჩევანის მოდელმა დაიტიოს როგორც მიზნებში, ჩემი აზრით, თუმცა მეორე პრობლემა აქ ის, რომ რაციონალური არჩევანის თეორიები როგორც წესი მაინც
ხშირად კვანტიფიკაციაზე, რაოდენობრივ მოდელზეა მორგებული და ასეთი რაღაც ფაქტორების გათვალისწინება, როგორცაც თქვა, სენი გვეუბნება, როგორ იქნება შესაძლებელი ან რაოდენობრივ ამოცანებად თარგმნა, ეგ მართალი გითხრათ არ მგონია შესაძლებელი. მაგრამ ისე მინდა დავამთავროთ, რომ ამ რაოდენობრივ ფორმალიზებულ მოდელებს რომ თავი დავანებოთ, ისე რითიც დავიწყეთ, რა კრიტიკაც არ უნდა გქონდეს რაციონალური არჩევანის თეორიის, რაციონალური არჩევანი არის ყველაზე ფუნდამენტური და ნორმატიული დაშვება, რომელსაც ეფუძნება ინტენციონალური ახსნები ჩვენი ერთმანეთისა და ინტენციონალური ახსნები კი როგორც ვთქვით არის ის როგორც ჩვენ როგორც ადამიანური ბუნებრივი გვარი ასე ვთქვათ ჩემს მართლაც თანდაყოლილად ან ენასავით ენაზე ცხვარი ამაზე კამათი ჩომსკისა და ბიჰევიორისტებს შორის რომ ენას უნასწავლია თუ ენის სტრუქტურები რაღაც დონეზე თანდაყოლილი აი მსგავსია კამათი არის ამაზეც რომ აი ის რომ ჩვენ ერთმანეთის ქმედება ინტენციონალურად გავაინტერპრეტოთ და დავაპროგნოზოთ არის ნასწავლი რაღაც ადრეულ ეტაპზე თუ მართლაც რაღაც დონეზე ევოლუციურად შერჩეული და თანდაყოლილი ნებისმიერ შემთხვევაში როგორც ჩვენ ადამიანურ გვარს ვიცნობთ მე მართლა ვფიქრობ რომ ინტენციურ ახსნებს ერთმანეთისა ვერ დავუძვრებით და პრინციპში ინტენციური ახსნები აი ეს არის ჩემთვის საინტერესო ფილოსოფიურად ხაზგასასმელი მომენტი რომ ინტენციური ახსნა ემყარება რაციონალური არჩევანის რაღაც ძალიან ინტუიციურ და ზოგად თეორიას არა იმ თეორიას როგორცაც ეხა ფორმალურ თეორიებში უკვე აბსტრაქტულად დაგებენ მაგრამ დაშვებას რაციონალურობის აი ეს მინდოდა მე თქვა დავამთავრეთ დღეს ბოდიშს გიხდით ძალიან რომ გადავაცილე 15 წუთით განდა 40 წუთი უნდა მელაპარაკა ორჯერ გადავაცილე მაგრამ თქვენი დისკუსიისთვის დრო არ დავტოვე მართლა კარგი მიმოხილვა იყო რაციონალური არჩევანის თეორიის და აი ლიტლის ხელმძღვანელოს დროს დავტვირთავ ფიქრობ რომ კარგი სამკვლევი იქნება თვითონ ამ თემის წასაგები თუ დაგაინტერესებს წაიკეთეთ ლიტლს ახლა აქვს ძალიან ბევრი ახლა მე არ გავჩერდი შეიძლება იმაზე მეტი გჭირდებოდეთ ვისაც დაინტერესებს დახმარება მაგრამ მე აღარ ჩავთვალე საჭიროდ ბევრი ტექნიკური ისა აქვს შეჯამებული რა ანუ ტექნიკურად როგორ კეთდება ეს ყველაფერი თუმცა ზოგადი იდეის დონეზე ჩემი აზრით რაც არის იმ ტექნიკური ასპექტები ძალიან კარგად თუ დაგეზარათ და არ ჩავღრმავდით მაინც გასაგები იქნება დანარჩენი ნაწილი იმისა რასაც ლიტლი ლაპარაკობს და თან კურსის ერთ-ერთი შემდგომი ლექცია იქნება დემოკრატიის და საზოგადოებრივი არჩევანის თეორიის მიმართებებზე და ვფიქრობ რომ ეს ლექცია ანუ კარგი საფუძვლები იქნება. საზოგადოებრივი არჩევანის თეორიაში ზუსტად პრინციპში აი ამ მოდელებს იყენებენ ამას. თუმცა როგორც გითხარით, ეს არის უბრალოდ ესე რომ წარმოვიდგინოთ რაღაცა ჩაქურჩი და რას დაარტყამ გააჩნია, რაში